მივესალმები მაყურებელს. ჩვენი პოდკასტის მხარდამჭერები და მეგობრები არიან სოკარი სელფი და ტიშერტი. ტიშერტის საჩუქარს მოგვიანებით გადმოგცემ და ჩვენი სტუმარი არის დათო ცინცაძე, მეგობრებისთვის ცო და Open Air-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი. კი ბატონო. სალამი. რამე ხوار გამოგჩა კიდე შეიძლება ამის დამატება. არა, მე მგონი ეგ რეგალია საკმარისია მეტებზე. რომელიც აი გუშინ გათენებამდე კიდე იქ იყო. საორგანიზაციო საკითხებში და დღეს უძინარი მოვიდა ჩვენთან რომ მოგვიყვეს რა ხდება ვილაპარაკებთ როგორია Open Air-ის ორგანიზება ესეთი მასშტაბური ივენთების ორგანიზება მუსიკალური ფესტივალების ცოტა თანამედროვე მუსიკასაც შევეხებით აქეთური იქეთური კი ბატონო კი ბატონო პატარა საჩუქრით დავიწყოთ ოჰო მაყურებელი ალბათ შეამჩნევდა რომ სულ რაღაცა მიყვარს სამაჯურები და სულ რაღაცა სამაჯურები მიკეთია ხოლმე რა და 98% არის ნინას handmade-ის სამაჯურები. ვა. და შენთვისაც მაქვს. ასლაპარაკო. ესეთი საჩუქარი. ეს არის ესეთი მინერალური ქვები არის ნატურალური. შეიძლება გავხსნა? სწორედ თომ, კი. და ეს არის შავი აკატი და დუმორტერიტი, აი ესეთი ქვებისგან შედგება. ვა. შენ შეიძლება სამაჯურებს მეგონი არ ხმარობ, მაგრამ თუ გადაწყვიტე. აუცილებლად კი, ხო. ძალიან მომწონს, იცი რას მაგონებს? Men in Black-ში რო ის არის. Galactus. რასაც ეძებენ რა, შინიტო სამყაროები არის. თავარი რო ყველაფერი რა ის, კატასტროფეტია. კატასტროფეტია, ხო და მე რომ მაგით ბოულინგს თამაშობ. ძალიან დიდი მადლობა. ეს დუმორტერიტი არის ახალი აღმოჩენილი ქვა არის. ადრე კი არ ქონდათ. ეგეთებიც ხდება, ანუ ეხლა. კი და არის სიბრძნის და სიმშვიდის სიმბოლო და მოკლედ თუ შესანიშნავი ერთი გვჭირდება და მეორეც. ხო და ნინას handmade-ის ლინკი აღწერაში იქნება, ვისაც გაინტერესებთ, ძალიან ლამაზი სამაჯურებია და ყელსაბამები და ასე შემდეგ. მოკლედ გადახვალ დაათვალიერებთ. დავიწყოთ Open Air-ით. სადა ხართ ახლა? რა ეტაპზე ხართ? ასწრებთ? ამას რო წერთ ამდღაში 10 დღეში ერთი კვირაა დარჩენილი. აი დაიდება Open Air-ამდე 2 დღე ადრე. ვასწრებთ კი, როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა უკვე რომ ტრადიციულად ამინდი ნუ ჯერჯერობით არ გვიწყობს ხელს, თუმცა თვითონ Open Air-ზე მე მგონი კარგი ამინდი იქნება ყოველ შემთხვევაში, ამაზე ჩვენ სამჯერ ვაგაკუნებთ ხოლმე ყოველთვის. შარშან იყო სულ წმინდა ხო? თუ როდის იყო? როდის არ იყო? ხო, ნუ ერთი მოკლედ ბოლო ერთი 10 Open Air-დან ხო 7-ზე მაგარი წვიმა იყო რა. 2 დღეზე მაინც 3-დან. და 1-2 იყო ისე რომ თითქმის წვიმა არ ყოფილა. და ნუ ეგ ხა როგორი ამბავია, იცი? ჩვენ ესე უყურებთ რა, მთაში რო კაი ამინდი ფუფუნებაა. ხო. ეგრე უყურებთ, თუ კაი ამინდია, ნუ ეს ლაქშერია რა, ფუფუნებაა და მზად უნდა იყო საში შტორმისთვის და რაღაც უბედურებისთვის ყოველთვის. ხო, ანუ ამ კუთხით რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ემზადები, მით უმეტეს ხა წელს მაისში გვაქვს. პირველად გვაქვს ესე ადრე, Open Air-ი ყოველთვის იყო. ერთხელ ჩავატარეთ ივლისის ბოლოს და ისე ზოგადად უკვე დიდი ხანია ვზივართ. ივნისის ბოლოზე რა 20-დან 30-მდე აი ამ პერიოდში ვიკენდზე ვზივართ თავის მიზეზების გამო და ნუ წელს განსაკუთრებული ფორმატი ყველაფერი სხვანაირად და წამოვედით მაისზე. ხო აი ეს მაგას ის მიხედვით წვეთ მაისი იყოს თუ აი მაგათაც ეხლა რატომ მიღეთ გაწყვეტილება რომ მაისში იყოს. ეს აბსოლუტურად ის stand-alone ანუ ცალკე მდგომი გადაწყვეტილებაა რა, იმიტომ რომ ეს უკვე უკავშირდება ნუ იმას რაც ხდება ქვეყანაში. ხო, ხა ამ არანორმალურ ვითარებაში ზოგადად ხა Open Air რატო არის წელს ესეთი, რატო ყარი მარტო ქართული line-up-ი, ეს კოლაბორაციები და ხო, არ არის ხა Open Air ისეთი წელს, როგორცაც თქვა მიჩვეული არის ჩვენი Festival Goer-ი წინა წლებთან შედარებით რა. ხო, ამას თავისი კონკრეტული მიზეზი აქვს, რა თქმა უნდა, ეს არის, იმიტომ რომ იცი რა არის, ანუ ამ არანორმალურ ვითარებაში რაც ახლა ამ ქვეყანაშია რა, ანუ არანაირად არ გამოდიოდა და ვერ ჩავთვალეთ რომ სწორი იქნებოდა რომ ახლა ჩვენ რაღაც international headliner-ების იმითი ბრწყინვალებით დაგვებრმავებინა ხალხი და ხო ხდები ამით გვეფლექსავა რა, ამით გვემარიაჟა, ანუ ეს არ იყო სწორი. მე დარწმუნებული ვარ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და ხალხის რეაქციას ამას მიუთითებს სხვათა შორის ფიდბექი. ხო და ტარდება 24-25 ივნისს, ანუ ჩვენ 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის. ხო, მაისს, ივნისს კი არა. მაისს, ბოდიში, აი, ჩვევები. ხო, 26 მაისს ხვდებით Open Air-ის სცენაზე. და ნუ ეს არის გასაგებია, ხო, ახლა ეს რატომ და რის გამოც ხდება. გარდა ამისა
წლევანდელ open air-ზე ჩვენ ახლა განსაკუთრებით გქონდა, ყოველ შემთხვევაში ამ პასუხისგებლობას გრძნობდით რა, რომ აი ქართველი მუსიკოსებისთვის და არა მარტო მუსიკოსებისთვის, იქ ბევრი სხვადასხვა რაღაცები იქნება წარმოდგენილი რა, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისი ხმაც ისე არის მის როგორც უნდა ისმოდეს, მათ შორის არა მარტო მუსიკის კუთხით. და ასევე ქართველი მუსიკოსების კუთხით, იმიტომ რომ ახლა ეს ჩვენი ხალხია, ჩვენი სამყაროა, ხო? და ამ ხალხს თითქმის აღარანაირი საშუალება არ აქვს, რომ თავისი მუსიკა სადღაც დაუკრას. იმიტომ რომ ქვეყანა არის და ესე არანორმალურ ვითარებაში, თან ეს უკვე 1 წელია ხდება რა. ხო გუშინ არ დაწყებულა რეალურად და აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ რომ ყველა და მით უმეტეს ისეთი საერთოდ ამ ბოლო წელიწადში კონცერტები ტარდება? არა, მაგაშია. ნუ ტარდება აი ხო, არა, ეხა რაც ეს რუსული იმის ისინი იყო, გაზაფხულზე თუ ზაფხულში შარშან, იმის მერე აქამდე და ნუ ეხა დეკემბერში და იმაში იანვარში, თებერვალში რა კონცერტები ჩატარდებოდა და ამ აქციების ინტენსიურ პერიოდში მოკლედ, თითქმის არაფერი რა. და ეგ მუსიკოსისთვის ეხა როგორც მუსიკოსისთვის არის ძალიან ძნელი. და რატო იცი? იმიტომ რომ პირველ რიგში შენ გინდა თქვა ახალი ტრეკის დადება. აი ხა ძალიან ბევრ ჩვენს მეგობარს არტისტებს რომელიც open air-ს იქნებიან წელს, ანუ აქვთ უკვე ეს ტრეკები დაგროვილი, ალბომი ჩაწერილი ზოგს ხო ხდები და ვერდებ. იმიტომ რომ რავი ახლა სიყვარულზე და ეგზისტენციალურ პრობლემებზე უნდა იმღერო, როცა ქუჩაში ხან შენ და ხან შენ მეგობრებს გირტყავენ სპეცნაზი, ანუ ხოსი გიჟია, მაგას ვერ გააკეთებ, რაღაცა რეფლექსია ხომ უნდა გქონდეს იმასთან რა და ანუ ეს რო ავიღოთ მარტო ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ თელ ამ კრეატიულ წარმოებას თუ რაც გინდა ის დაარქვი, ანუ აი პროსტა აჩერებს რა, გაურკვეველი ვადით, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ეს მოდის და თითქმის არ ჩერდება. ნუ ეხა თითქოს რახან ესე ვთქვათ ინტენსივობამ ცოტა იკლო ეს ბოლოდრია, კი აქა-იქ რაღაც კონცერტები ტარდება, ნუ ხა ჩვენც ვატარებთ, მაგრამ ამის მიუხედავად ფესტივალის უმეტესობა ან გაუქმდა, ან გააუქმეს, ანუ არა ორგანიზატორებმა, არამედ აშკარად ისქნეს რა ქვია, ბორბლებში ჯოხი შეუტანეს მთავრობამ ან მერიამ ან ვიღაცამ. ეს ხდება და ან ტარდება ნუ ისე ძალიან შემცირებული ვერსიით რა. ანუ ეხა მაგალითად 4GB არის ეხა მალე და ჩამოყავთ მეიერი და დარწმუნებული ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ეს ხო არ არის ის რაც უნდა იყოს. რასაც მიჩვეულები ვართ და ნუ რაც გვიხარია სადაც ასვამხევია, ხო? ანუ open air-იც ეხა ნუ თვითონ დიდი პროექტია ყველასთან შედარებით, მაგრამ ხო ხდებიან ჩვენთვისაც ძალიან ძნელია. ძალიან, ანუ განუზომლად ბევრი წინაღობა არის წელს. იმასთან შედარებით ვიდრე იყო. არ ჩარშან იყო ცხოვრება იოლი, არ ჩარშან წინ, გინდა ფინანსურად, გინდა ისე მილიონი პრობლემა გვაქვს ყოველთვის, მაგრამ ნუ წელს არის survival mode-ი არის თავიდან ბოლომდე რა. ხო და მოკლედ ეს ქართული line-up თავარი არის ეს, რომ მოკლედ ყველა იმ ადამიანს open air-ი წელს განსაკუთრებით იყოს ის პლატფორმა, როცა ყველას სადაც ყველას ის ხმა ისმის ხმამაღლა, რაც უნდა ისმოდეს რა დღეს. ხო, ფორმატი ის არის, ესეთი არ ქონიათ არასდროს ახლა როგორც იქნება. არა, ხო, ნუ ქართული არის სულ. ერთი ეგ და კიდე და კოლაბები არის. ხო, ეს კოლაბები არის ჩვენ არა ანუ არა მუსიკალური ისინიც ხო არის თქვა მაგრამ სცენაზე რო არ გამოდიან ან რაღაცა ხო კი როგორ არის კი არის აქტით რო ქვია მაგას კი ნუ ხო აქტი ქვია act იდეაში ეგრევე ძახით კი იქ არის რაღაც სექტორი თოქებიც იქნება ხო ხდები ლეიბლებიც იქნება ძალიან ბევრი მოგეთ როგორც ვამბობ რა ყველა ვისი ხმაც უნდა ისმოდეს ამ სხვადასხვა სოციალური წრიდან თუ სახელოვნებას წრიდან თუ არასახელოვნობა წრიდან იქ იქნება რა ეს იყო ჩვენი ამოცანა და მე მგონია რომ ეს ამოცანა ნახდათ შევასრულეთ ახლა line-up-საც რო უყურებთ ანუ იქ რო ვართ ხდებით რომ ეს კარგი იქნება ხო baby flow კი baby flow იქნება წელს პირველად და დიდი მედებს ვამყარებთ feedback-ი ძალიან კარგი გვაქვს ხალხისგან და რა ვნახოთ როგორ. რამდენი ადამიანს ელოდებით? ეგ ცოტა სხვადასხვანაირად ითვლება, იმიტომ და მით უმეტეს ახლა წელს 2 დღიანი არის, ჩვენ 3 დღიან ფორმატზე ისე ვართ მორგებულები უკვე წლებია, 10 წელია ლამის რო ხო ხდები უკვე open air-ზე რო ვლაპარაკობთ, მაგ ციფრებს, მაგ ჭრილში განვიხილავთ რა, მაგრამ ნუ ყველაზე მეტი ადამიანი რაც ყოლია იყო სადღაც 80,000 კაცი. ეს კიდე სხვადასხვანაირად ითვლება ფესტივალში. ეს არის დინამოს სტადიონი რო გაავსო მაგდენი, ხო დაახლოებით. 60,000 80 ძველზე ეტევა. გაჩნია როგორ ავსებ.
ტრიბუნებზე ხო 60,000 ეტევა მე მგონი. ეხა 80 ეტევა და ადრე ხო? ადრე ეტევა ხის კამებზე ხო და ეხა 60. ეხა რამდენია? ანუ დინამოს სტადიონზე კიდევ უფრო მეტი. ხალხი რა ისე წარმოვიდინო ვიზუალურად. ხო, ოღონდ ეს კიდე ფესტივალების რაოდენობა ცოტა ის capacity სხვანაირად ითვლება, იმიტომ რომ ხო, მოდიან ერთია და თან ხო რამდენიმე დღიანია და იქ ითვლიან უნიკალურ შემომსვლელს ცოტა სხვადასხვანაირად ხეფიქს სხვანაირად ითვლი რა, მაგრამ ნუ იგივენაირად როგორც თქვა გლასტონბერიზე მიდის 350,000 კაცი, იგივენაირად ჩვენი პიკი იყო 80,000 კაცი რა, ხო, წელს იგივე რახან ორ დღიანია ცოტა სხვა ციფრებთან გვაქვს საქმე ალბათ რა, მაგრამ მე მგონია რომ არც შარშანდელთან და არც შარშანწინდელთან შედარებით და ორივეზე ბევრი ხალხი ყავდა, მე მგონი სადღაც 70,000 სამ დღეზე თუ დათვლი, არ იქნება ვარდნა. რატომაც ესე მგონია, ხა არც გაყიდვები მიუთითებს ამას და არც ზოგადად ხალხის ინტერესი, იმიტომ რომ ხალხის დიდი ნაწილი მithumetes ესეთ ლაინაპზე ბოლო მომენტში ყიდულობს ბილეთებს რა. მაგრამ ხო, არ ამგონია რომ მოკლედ მე მგონი პირიქით შეიძლება რომ მეტი ხალხი მოვიდეს. ისე ვიკტარდება ხო? ისე ვიკტარდება იგივე ტერიტორიაზე. მეტი ხალხი მithumetes ამდენი ხანი რაღაც რო არ ყოფილა მოწყურებული ლაივ მუსიკასთან რაღაცა. შეიძლება ეგეც არის კი. ეხლა სიმართლე რო გითხრა ფიდბექი უფრო ისეთი გვაქვს რომ აი რაღაც ვარიანტში ცოტა მოულოდნელიც რომ აუ რა კარგია რომ აი მენა ესე აკეთებთ რა რომ აი ამას აკეთებ და ეს კარგია და რაღაცა და თავარი ის არ ყავთ ხო ჰედლაინერი თუ რაღაც ეს არავინ არ არის თავარი არ ყავს ეგ როგორც წესი თვითონ open air-ზეც ისეა ხოლმე რა უფრო ეხა ხალხს ვინ მოწონს ამბავი არის თუმცა კი ყოლი ანუ არტისტები რომელიც ყველაფერზე თავი გარემო ყველაზე ბევრად მეტი გიждდება ვიდრე სხვა მაგრამ ახლა ქართველებს ესე ჩვენ როგორც წესი არ გამოვყოფთ ხოლმე რა აი main stage-ზე და ეხა მithumetes რა საჭირო არის პირიქით. ხო. ეხა ეს წლევანდელი განსაკუთრებული სიტუაცია რომ არ განსაკუთრებული სიტუაციის გარდა აი ამ ხელა ივენთების და ხელა ფესტივალების ორგანიზებაში ყველაზე რთული მომენტი ასპექტი რა არის? თქვათ ისე რა ქვია ვინ იმღერებს და თქვათ ვინ დაუკრავს იმათი ორგანიზება თუ რაღაცა ლოჯისტიკური საკითხები გაჩნია საქართველოში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი open air-ის კეთების დროს მაგალითად. აი წლების განმავლობაში რო აიღო რა. სიმართლე რო ვთქვა, გულწრფელად რო ვთქვა ფინანსები რა თქმა უნდა. ყველაზე რთული არის ფინანსების მოზიდვა და ზოგადად ფინანსური კუთხე, იმიტომ რომ საქართველოში შენ ბილეთს მიახლოებით იმ ფასსაც ვერადებ, რაც იყოს ჩეხეთი ავიღოთ, აღმოსავლეთ ევროპა, ხა ინგლისს და ამერიკას რო არ გამოვეკიდოთ რა, ვერადებ და არტისტები გიждდება იგივე. ხვდები? ხანდახან უფრო ძვირიც და ნუ იქ ტელი ის გიწევს, რომ აი მოკლედ ეს უკვე ბუქერის საქმეა რა, არ ჩემი საქმეა, რომ აი აქ ჩამოდიღარ და ზედმეტი არ დამჩარჯო იმის გამო, რომ არანაირი ფრენა პირდაპირ არ არის, არაფერს მე გარშემო აქ სტამბული თუ არის, სადაც კონცერტს ჩაატარებ, ხო ხვდები, ანუ ისეთი ცოტა ghost town-ივით არის საქართველო ამ რუკაზე რა, ანუ მართლა სტამბოლი გაქვს და მეტი არაფერი, ადრე იყო კიევი, ეხლა არის მარტო სტამბოლი. ანუ ხა ბაქოში და ერევანში იმდენად არ არის ეს, ხო დუბაიში კი არის ინდუსტრია რა თქმა უნდა, მაგრამ იქ მაინც სპეციფიური მუსიკა და open air-ის არტისტები ახლა მაინც დუბაიში გიჟებივით არ დარბიან რა, ამიტომ ამ იმაზე რა ქვია ტურინგ ლოჯისტიკის მეფზე, რუკაზე. საქართველო არის ძალიან სუსტად წარმოდგენილი და ნუ ამაზე ცალკე მუშაობთ პრომოუტერები რა თქმა უნდა, რომ ეს უფრო უკეთესად იყოს. ხო რა, მაგრამ ნუ აი ეს ამის მიუხედავად ხო და ამ ბავში რო ხარ, ესე იგი ამაში ხომ და არწმუნო ეს არტისტი რომ მოდი ჩამოდი რა და იგივე ფინანსებს ვუხდი, რასაც ვუხდის, არ ვიცი, ინგლისში ან გერმანიაში პრომოუტერი დიდ ფესტივალზე რა და ბილეთებს ყიდი მე-4 ფასად, მე-5 ფასად ხანდახან. უფრო ნაკლებადაც. ამიტომ გჭირდება სპონსორი. აქედან გამომდინარე, გჭირდება სპონსორი, გჭირდება უფრო მეტი ხალხი, გჭირდება ნაკლები ფულის დახარჯვა, ანუ აი ფინანსები არის მთავარი რა და დანარჩენი მე ხა უფრო ისეთი საინტერესო მხარე ასე ვთქვათ, ხო, ნუ რა თქმა უნდა, ხა ძალიან ბევრი ეგო არის ფესტივალი. ფესტივალი არის უამრავი ეგოს მართვა, პირველ რიგში რა თქმა უნდა არტისტების და მათი ანტურაჟის, და მენეჯერების თუ აგენტების თუ ვინც არიან, ეს ხალხი ყველა ერთად უნდა მოხვდეს. რაღაც მომენტში და ხო ხვდები როგორ ვიღაცას წინ დგას, ვიღაცა ჰედლაინერია, ვიღაცა პრე-ჰედლაინერია, ვიღაცა მარიცის ჰედლაინერია თუ პრე-ჰედლაინერია და მთელი ეს ამბავი ქართველები და უცხოელები. თუმცა ქართველი არტისტების სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ აი თითქმის ხო, ანუ ეს რა ვთქვა იმის პრიმადონას კომპლექსები და რაღაცა უფრო უცხოეთიდან მოდის, ვიდრე საქართველოდან როგორც წესი რა და ეს იმიტომ რომ ძალიან ხა პატარა არტისტები ჩვენც აღარ გვყავს გაიზარდა ეს ხალხი როგორც არტისტი და როგორც
რა ვიცი, შემოსავალიც მეტი აქვს და ხო სცენაზე დგანან 20,000 კაცთან ისე რომ თვალს არ დაახამხამებენ ეხა, მაგრამ ხო ეს შემილია რომ თუ ის არ არის კომერციული საიდუმლოება ყველაზე ძვირი ვიში გადაგიხდიათ თუ მაგის განსხვავება თუ არ გინდა გადავახტო მოდი გეტყვი ვიში გადამიხდია ერთი წამით Placebo and Deep Purple ზუსტად აღარ მახსოვს ერთ დაახლოებით ერთი და იგივე ხო ნუ ეგრეც არის რა ეხა Deep Purple ოპენიარი არის Deep Purple ცალკე იყო ხო არა ოპენიარი იყო ეგეც Deep Purple ოპენიარი დინამოზე 2013 თბილისი ოპენიარი იყო 5 არტისტმა დაუკრა 6-მა დაეკრა და 5-მა დაუკრა იმაზე რა ქვია დინამოზე და ნუ მან მივხვდით რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება და გავანებეთ ამ სტადიონის ფესტივალებზე ფიქრს თავი რა. რატო რა? არ იყო ჯერ ეს ერთი, იმიტომ რომ ესთეტიურად ფესტივალი არის ფესტივალზე ადამიანი მოდის, დება ბალახზე, არ ვიცი იქ რაღაც ხდება, ანუ თავისუფლად მოძრაობს, არ არის ჩაჭედილი ამ რაღაცა იმეებში, ანუ ქალაქის შუაშიც ახლა რო კამერინგი ბევრი კაი ფესტივალი, დიდი ფესტივალი არის, რომელიც შუა ქალაქში ტარდება რა, მაგრამ უბრალოდ ბევრად თავისუფლად ხარ, ამოდი ხარ იქ ცოტა რილექს, სტადიონზე ხარ კონცერტზე. რაც არ უნდა 5 დღიანი რო ჩაატარო იქ თუ გინდა იქ ისა რა ქვია, კემპი გააშლევინო, მაგრამ მაინც ხარ კონცერტზე, ეგეთ შეგრძნება ერთმანეთისგან გამოყოფილი არის ზონები, იქ ზემოთ არის დასაჯდომი, ანუ არ არის რა ეს ფესტივალი არ არის მოკლედ სტადიონზე და მაგას მივხვდით. გარდა ამისა თვითონ მაშინ ხალხიც არ იყო მზად ეგეთი იმისთვის რა. ეგეც გამოჩნდა რომ ამ ორგანიზების დროს იმის გათვალისწინება რამდენად გიწევს. ნუ შენ ხა ძირითადად გაქვს საქართველოში ამის გამოცდილება ორგანიზების. არა, უცხოეთში ხა უკვე ძალიან უცხოეთში გაყავს არტისტები, ხო? უცხოეთში გაყავს არტისტები და ფესტივალებზე მუშაობ გერმანიაში, ამერიკაში 2 ფესტივალი გვაქვს გაკეთებული და ხარ უცხოურ კომპანიებზე მუშაობ დიდი ხანია უკვე სადაც 7-8 წელია რა. და აი რაღაც ის უნდა გაითვალისწინო რა აუდიტორია, აი თქვა ქართველებზე რომ აკეთებ ფესტივალსაც ყველაზე მეტი ქართველი იქნება, უნდა გაითვალისწინო ხასიათი, რაღაც კულტურული ასპექტების. კრაუდის? რა თქმა უნდა. აბა ხო, აი ქართველების რა არის განსხვავებული? ანუ იმას რომ თავი გაანებოთ რომ აი გერმანიაში ვაკეთებ საქართველოში არტისტი, ხო? ანუ просто ლაპარაკობთ იმაზე რომ ლაპარაკობთ რომ იცი რომ ეს მოვა ეს ამ კულტურის ხალხი, რაებია რაც უნდა გაითვალისწინო. ნუ ჟანრი არის ერთი, რა თქმა უნდა. ჟანრი არის ერთი, რომ ანუ ამ მუსიკის ჟანრს მუშტარი ყავს იქ ამ მუსიკის ახლა მეტალს რო იმაში ნორვეგიაში და ფინეთში უსმენენ, საქართველოში მაგას არ უსმენენ. მაგრამ პატარ-პატარა დეტალები არის. აი ახლა თურქეთი მაგიხსენდება ამაზე და რატო რა? თურქეთში რამდენ ფესტივალზე ვარ ნამყოფი, რამდენ კონცერტზე ვარ ნამყოფი, ელექტრონულ მუსიკაზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში, კაცები არ ცეკვავენ. და ეს არის ძალიან უყურებს ცენიდან ძალიან უცნაური რა, ანუ აი გოგოები ცეკვავენ, აი მთელი ამბავი და კაცები თითქმის არ ცეკვავენ ესე დგანან და ეს ხო ხდები რა და ალბათ 90-იანების თბილისში ხა მე 90-იანებში ვიყავი, ბავშვი ვიყავი და არსად არ დავდიოდი და ალბათ გაგონია რომ 90 თბილისიც ეგრე იყო რა. ხო ხდები აი ყველა ქვეყანას აქვს ეგეთი რაღაცა. საქართველოში ეგ აღარ არის, მე მგონი ამ კლუბების იმან პირიქით, ანუ ის ყველა ძალიან ენერგიულად იმხდება და მთელი ამბავი. იცი რა იყო? კულტურა თვითონ აი საფესტივალო და საკონცერტო ამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ძალიან წინ წამოვიდა და აი როგორი ხე სცენაზე რო დგავარ ოპენეარზე ხედავ რომ ბავშვები მოდიან, ნუ ბავშვების და დიდებიც ხანდახან და თავიანთ ჰედლაინერის წინ, რომელიც ხაჭვრის ხანდახან ქართველზეც მაგას აკეთებს, მოდიან და წინ შდებიან, ეს თავის ის აქვთ. რა ქვია იმას, პუფი კი არა, პატარა დასაჯდომი, რაღაცა ბოთლი წყალი, ჩანთა და ზიანი იქ რა, რომ ეს ნანახი მაქვს მე რა, გერმანიაში ნანახი მაქვს, ამერიკაში და ინგლისში რა, ჩვეულებრივი ამბავი რომ თავის ჰედლაინერზე რომ იქ იყვნენ, იქ არიან. იმას იქიდან ვეღარა აგდებ რა. ხო და ეს დაიწყეს ბოლო წლებია და ამას რო ვხედავ უკვე ვიცი რომ ჰედლაინერი რო გამოდის წინა ადგილები ყველა დაკავებულია რა და ესეც ახლა კულტურა არის თუ რა არის ანუ ქცევის ისეთი წესია რომელიც ხო ნელ-ნელა მუშავდება ესეთი რაღაც ნუ აი რიგებს ჯერ რიგი ჯერ ვერ დავხვეწეთ იმ დონეზე რა დონეზე ნებისმიერი რიგი ხო ცოტა ხო, აი რატო გუჭის თანუცნაური არის რა. გინდა მანდ ხო, მაგალითად იგივე თურქეთში იმაზე რა ქვია, ვოტერსზე რომ მუშაობდით, ნუ აი ეს რიგი ვნახე რა, ეს თითოკაციანი რიგი რო არის, გრძელი ხო იცი და ესე რო იხ. რაც ყველგან არის და თურქეთში ეგრე ვნახე, ცოტა მეწყინა, იმიტომ რომ მეთქი კაი, ოკეი, ამერიკაში ახლა ეგრე არის, ხო, თურქეთი არ არის ახლა დიდი მუსიკალური ინდუსტრიის ტრადიციის ქვეყანა. იტალიაში ფეხბურთზე რო შევდიოდი, საგიჟეთი იყო. მართლა? კი.
ნაპოლის თამაში. ყველა მხრიდანო. ყველა მხრიდან ერთი სამ ადამიანს სამხრეთში? ხო, ნაპოლის თამაში იყო და ერთი სამ ადამიანს მივეც შენიშნა ესე და რაღაც ის მომივიდა რომ ნოეტენები იქნა გამო ყველას ახლა ვერ იმას იზამ, მაგრამ ცხელიას ქვეყნიდან ვარ და რაღაცა და იხედა რომ კიდე აქედან ვითომ ეტენებიან და ნუ ეს იქაც ისეც აგიჟეთი. ნუ ინდოეთში მაგ ეგ ნანახი წარმოუდგენელ იმაში რაოდენობაში კი არა და კვადრატში და კუბში და იმაში და ხო, ნუ ბევრ ქვეყანაში, არგენტინაში, სამხრეთ ამერიკაში ძალიან ბევრი რიგის კულტურა და ტემპერამენტის გარდა რაც აშკარად მაგას მუშაობს. მე მგონი რომ უბრალოდ ისე ეგეც ჩვევა არის რაღაცა, რომელიც რაღაც როგორც ერმა უნდა გამოვიმუშაოს. რაღაც ინციდენტების მხრივაც ახლა დიდად ოფენერზე არაფერი არ გამიგია რომ მოხდარიყო რამე ისეთი რა, რაღაც გამორჩეული ინციდენტი, რაღაც ამდენად 100 ადამიანი რო რაღაც ყოველთვის მოხდება, მაგრამ ისეთი გამორჩეული შემთხვევა. ნუ არის რაღაც ძალიან არასასიამოვნო მომენტები, რომ რაღაც ქურდობა და რაღაცა. მაგას ახლა ჩვენ ვერაფერს ვერ უზამთ და მაქსიმუმ შემიძლია ვთქვა, რომ ხო რა, ისე მოიქეცით, როგორც მოიქცევით გერმანიაში თუ არა, არ ვიცი, ინგლისში ფესტივალზე, საფრანგეთში ფესტივალზე, იმიტომ რომ ხო, მაგისგან თავს ვერ დაიწყო. საკ ბევრს გონია რომ ახლა სახლში არის ასე ვთქვათ, თავის ქვეყანაში არის, ეს ყველაფერი არ უნდა ხდებოდეს რა და არ უნდა ხდებოდეს რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ხდება რა და просто თავი დაიზღვია რა მაქსიმალურად. ფესტივალი არის, სულ ვამბობთ რა, ეს არის 30-40 ამდენიმე 10,000 ადამიანი არის შეკრებილი ერთად, ამათგან უმეტესობა არის ნასვამი და რაღაც მუღამზე და იმაზე არ არის ეს ხო ყველაზე უსაფრთხო ადგილი დედამიწის ზურგზე, სადაც უნდა იყო, ხო ხდები? ანუ კი არის ფისლავ მთელი ეს ამბავი ხო ვცდილობ რომ ესეთი იყოს, მაგრამ არ არის ეს ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ისეთი ადგილი, ხა რომ შენ როცა იწყებ მომზადებას, ლაინაპი როგორ უნდა შეადგინო, ანუ ლაინაპი ქართულად როგორ იქნება? სია, არ ვიცი. ლაინაპი. აი როგორ და განსაზღვრო ღირს თუ არა კომერციულად რა, ვიღაცის კი ნუ საქართველოს პირობებში შენ ამბობ რომ მაინც ვერ ამოიღებ ბილეთებიდან იმას რა ქვია ხარჯს, მაგრამ არა ხომ არა უნდა ცადო მაქსიმუმი. ჩესტიც ხანდახან ამოგაქვს. ეგეთი ისინიც არის. ხო და აი მაგის საზომი რა არის? საზომი ირისი პროფიტის თუ როგორ დაბუქო, ვინ დაბუქო და როგორ გამოიცნო ხო, რომელი იქნება? ნუ პრომოუტერი ეგ არის. პრომოუტერი დეშ მეც არაფერს არ აკეთებს. ხო და აი მაგ როგორ შვები მაგას? ხო რა, ანუ აი საქართველოში ვინ ჩამოიყვანო, რომელი იქნება ყველაზე მეტნაკლებად მომგებიანი, რა ციფრებ, რა მონაცემებს უყურებ რა. ნუ პირველ რიგში ხო ამას ვაკეთებთ ერთად. ამას მარტო მე როგორც ბუქერი არ ვაკეთებ, ამას ოფენერზე ვაკეთებ თელიბორდი და ნუ არის იქ რა ისა რომ აი მე აქ აღარ ვიმუშავებ, რაღაცა ესე ვფიქრობ და ნუ რა თქმა უნდა. ამას თუ ჩამოვიყვანთ. ხო, არა, ამას მაგდენად ეგ არ არის, მაგრამ ისაა რომ ანუ ყველას თავისი აზრი გონია სწორი რა და სულ ხან ვინ არის მართალი, ხან ვინ არის ისე არა რომ ვიღაც ერთი რო იყოს, მაშინ იმერც დაუჯერებდით სულ. ხო, მე არა ვარ ეგ კაცი, რომელიც ყოველ 100% მართალია, ყოველთვის მიხვდებს, რომ ჩემი საქმეა რა ჩამოყანა. პირველ რიგში არის სტატისტიკა. სტატისტიკა არის ბოლო 10 წელიწადში იყო breakthrough, ანუ გარღვევა იყო იმისი, თუ რამდენად ეს სტატები, data, პირდაპირ data, რომელსაც ჯერ Facebook იძლეოდა, მერე YouTube და ეხლა უკვე Spotify და Spotify საქართველოში არ არის ისე განვითარებული, ამიტომ ძნელი გახდა ძალიან ამის მაინინგი, მოპოვება. სადღაც 10 წლის წინ აი ეს მაგალითად Facebook-ის ლაიქებით შეგეძლო გაგეგორო თბილისიდან და საქართველოსდან რამდენი ლაიქი აქვს ამა თუ იმ ჯგუფს, არტისტს რა. აი ეს Facebook-ის ინფორმაცია, მაშინდელი ინფორმაცია იყო ყველაზე ზუსტი data. როგორ მაგას როგორ გებულო? აი ეს საიტები იყო ჩვეულებრივი, რომელიც ისე იმაშებოდა რა, ხო AI საიტები იყო ჩვენ რომელიც social baker-ის რაღაცა, რომელიც დაიხურა. ახლა Facebook-ი მაგ ინფორმაციას აღარ გასცემს, მე მგონი ამ Cambridge Analytica სკანდალის მერე რა. ხო, ანუ და ეგ ინფორმაცია იყო, ნუ დატის მხრივ რაც ჩვენ ამოგვიღია, ყველაზე ზუსტი. რა, იმიტომ რომ მაგაზე დაფუძნებით რამდენი გადაწყვეტილებაც მიგვიღია ჩვენ, ნუ მაგის დახმარებით, ხა მარტო მაგას ხო არ ენდობი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ იყო თითქმის ყველა გამართლებულა რა, თითქმის ყველა. მერე YouTube უკვე ცოტა ძალიან აი დრეკადი ინფოები იყო, რომელსაც უკვე ძალიან ისე უყურებ, ხო იცი? YouTube-ზეც როგორ უნდა გაიგო ის ნახვები საიდან? ეხლა აღარ არის, არც ეგ აღარ არის. ყველაფერი YouTube-ზე შეგეძლო ეგა? შეგეძლო, step by step ეგ ყველაფერი გააუქმეს რა. და მე მახსოვს, ამას ძალიან დიდი ამბები იყო თვითონ ამ მუსიკალური ინდუსტრიის ესე წრეში რა, რომ ინგლისში ვიყავ, ლონდონში ვიყავ კონფერენციაზე, მუსიკალურზე, networking ესეთი კონფერენცია აგენტები, მენეჯერები დადიან და მოკლედ ერთმა გოგომ წაიკითხა მოხსენება ამაზე. ეს იყო 2016 მე მგონი რა და აი ეს რაღაცა და დასცინეს რა, რაღაც 60 პლუს 60 ბუმერებმა მოკლედ
პირდაპირ დაცინეს, რომ ჩვენ ვაქ ის თუზიოთ პრომოუტერები ის თუზიოთ, ეხლა შენ რაღაც ინტერნეტში უნდა წაიკითხო, რა ვინ ჩამოვიყვანოთ, რაღაც ესეთ დებილობას და ანუ მე ვზივარ ამ დარბაზში რა და ანუ პრაქტიკაში ვიცი ეს ყველაფერი, მაგრამ მუშაობს და მე ამ მომესთან მივედი და მე ვთქვი რომ ზუსტად ვიცი რასაც ლაპარაკობთ. მეთქი ესენი დაიკიდე მეთქი 5 წელიწადში შეგეხვეწებიან რომ ეს ინფო ამათ მიცეთქო და მართლა ეგრე მოხდა, მე ჩვენ დაგვდებდნენ ვიღაცები რომ აი თქვენ გავიგეთ რომ საქართველოში რაღაც ისინი მეთოდები არაფერი მეთოდი არ აქვს, ტექნოლოგია არის და დატა არის და ისქენ. მოგეთ დატა არის ერთი დიდი ნაწილი, იყო უფრო ეხა ძალიან ძნელი გახდა. ნუ ამის მერე მოდის უკვე შენი როგორც პრომოუტერის ყნოსვა. რომ აი ეს არტისტი რამდენად მუსიკალურად აღმართზე არის, ასე ვთქვათ, რამდენად ვითარდება, რამდენად ჟანრობრივად სწორი არის, რამდენად ამ ქვეყანას ამ მომენტში რაღაცა ისეთი ხდება, ან რაღაცა ჰაიპში ისეთი მომენტი არის, ან ჟანრი, ან რაღაც ტრენდი, ან ხო რაღაც შეიძლება არამუსიკალური რაღაცა იყოს საერთოდ, რომ ეს არტისტი მოაჯდება და ნუ რამდენად იცი, რომ ამას უსმენენ ახლა რაღაცა იმას ფოკუს ჯგუფებს თუ რაღაცას ახლა გარშემო შენ ხო ამითი აფასებ რა, ნებისმიერ ინფორმაციას მე Facebook-ზე არაერთხელ დამეწერია, რომ ძალიან გთხოვთ ის რო არის Spotify-ის წლიური ისინი. ხო, შენ რას მინდა სტატისტიკას. ამაზე ხო გადავაბარო, ეგ არავის არ აინტერესებს და ტყუილა ალბომებს და მე ვწერ რომ მე მაინტერესებს ყველამ ჩამიგდეთ, ყველაფერი ჩამიგდე, შენი top 10 პლეილისტი ჩამიგდე YouTube-ზე ყველაფერი და მართლა ანუ ეს ინფორმაცია ერთ ასეულობით მიღებული მაქვს და მაქსიმალურად ვამუშავებ. რა, იმიტომ რომ სეგმენტურად ამ საქმის კეთება თუ იცი, ანუ სეგმენტურათაც ის არის, ხაი 17 წლის რაღაცა ვთქვათ სტუდენტი ხელოვნების დარგში, ან სამხატვრო სტუდენტი, რასაც უსმენს, ხო ხვდები, ემთხვევა დიდწილად რაღაცა სხვა სეგმენტს და მე ამ სეგმენტებს შორის იმას აკეთებ. რა, ძალიან ბევრი როგორ ვთქვა, ტექნიკური კი არა. ხო ის დატა ესეთ სამუშაოა. რა უცნაურია რომ აწესთან უფრო ადვილი იყო ტექნოლოგიების გამოყენებით, მაგის კეთება ვიდრე ახლა. და ძალიან მაგარი არის რომ ეს ტექნოლოგიები ბევრად უფრო ოფენსივ ანუ ისეთი გახდა. ხო. სიყალბეც და ეს ფეიკიც და ის ბევრად იული არის, მაგდა ეს აკრძალეს, ანუ ეს უწყინაი რაღაცები აკრძალეს, ვითომ ინფორმაციის გაცემაში ამცირეს და ამ დროს რეები ხდება ახლა იმაში რა ქვია. ხო, არა, ძალიან საბოლოოში მაინც მაგარი რისკია, ხო? ანუ კი ამ ყველაფერი დაითვლი, მაგრამ გამართლებაზეა. უზარმაზარი ფესტივალზე თუ ლაპარაკობთ, კონცერტი შეიძლება არ იყოს ეგრე, შეიძლება კლუბში ჩამოიყვანო DJ და დარწმუნებული ხარ, თუ ახლა მიწის დრო არ მოხდა, კარგად ხარ რა მოგლეთ. ვინმე იყო ესეთი, ვინც აი გეგონა რომ ეს მაგარი იქნება და ისეთია. კი, ეგეთი ყოველ ფესტივალზე ერთი მაინც ვიღაცა არის. ჩვენ ხო ესე ვიტყვით, რომ აი ამან ამდენი უნდა ამას ესეთი ფიდბექი უნდა ქონდეს თითო არტისტზე ის ხო რაღაცა რა უცხოზე განსაკუთრებით რაც რაღაც ბევრ ფულს უხდით. ხო, ყოველ ფესტივალზე ერთი არის მინიმუმ. ცუდი ფესტივალი არის, სადაც ერთი ან 2, 3 ეგეთი ხდება რა, ანუ რამდენიმე არტისტი რო ვერ არის. ხო, ნუ ერთსაც გააჩნია ხეს რომ არა, ჰედლაინერი ყავდა თუნდაც ეგეთი? კი, არ იქნება ალბათ სწორი ახლა ჩვენ განსაკუთრებით ვინ, მაგრამ ხო, კი, კაცო, კოლეგებს სულ ყავს. ეგეთი ვერ გარტყმული სულ ყავს, მოგეთ. და სულ გიწევს მუსიკის ახალი მუსიკის მოსმენაც, ხო? რა თქმა უნდა. სკაუტინგი არის შენთვის ეგა, ხო? ხო, ანუ ახლა Spotify-ზე რო შედიხარ, პირდაპირ უკვე ალგორითმი გიგდებს იმას, შენ რის მოსმენა გინდა, იმიტომ რომ 900 მილიონი არტისტი მყავს დაფოლოვებული და იმათ იმას თუ რამე აქვს იმას გაკეთებული, მე ახლა შენ იმაში მოგაქცევს ეგ ბაბლში არა? იცი რა არის, ახლა იმდენად ყველაფერს ვარ მოდებული მე პირადად, ყველა ჟანრს და ყველა იმას, რომ პირიქით ერთ-ერთი პრობლემა უფრო ის არის, რომ დრო არ მაქვს რა, ახლა ნუ დღეში 8 საათი არ გაქვს, რომ ყველა ახალ იმას happenings ტრეკს და რაღაცას მოусმინო. თუმცა რომ ყველგან ჯიმში ყველგან ამ ნაუშნიკებით დავდივარ და უსმენ ახლა ავახ შენი საქმე სხვა რა არის ეს უნდა აღმოაჩინო და მე ტრენდების იდენტიფიკაცია არის მთავარი რა რომ აი შენს ქვეყანაში ან იმ ქვეყანაში რაზეც მუშაობ სადაც მუშაობ თქვა აი გერმანიაში ხა ფესტივალებს რო ვაკეთებდით იქ ტექნო ჰაუს ელექტრონული მუსიკის ფესტივალს ვაკეთებდით იქ მუშაობდი და ეგ საქმე მებარა იქიც რა ბუკინგში ვეხმარებოდი და აი ეს მოგლეთ რომ როგორ გამოვიღოთ რას უსმენს ეს ხალხი და ეხა ერთი არის რომ მე და შენ აქ გავიზარდეთ თბილისში და ანუ ვიცით მეტნაკლებად რომ აქ ეხა არ ვიცი 90-ებში ბარი ვაიტი იყო პოპულარული და ეხა კენდრიკ ლამარი ევასება ხალხს ხო ხვდები და მეორე არის მაინც ეხა ქვეყანაში სადაც კი ცხოვრობ ხოლმე ცხოვრობ ხოლმე გერმანიაში მაგრამ არ არის და შენი ის არ არის და ნუ უფრო ძნელია რა თქმა უნდა და თქვენ შემთხვევაში ხა ესე ადვილია კენდრიკ ლამარი ჩამოიყვანო იცი რომ ბევრი ხალხი მივა მაგრამ კენდრიკ ლამარს ვერ ჩამოიყვანა ამდენიმე
მილიონი დაჭირდება ალბათ ხო და ხო ნუ ეგ ყოველთვის ანუ რაღაცა უნდა აიღო ცოტა არა მაქსიმალურად ქვედა დონის თან ისეთი რომ გაამართლოს მთელი ამბავი ეგ არის რომ შენ გჭირდება არტისტი აი ესე გლეხურად არო ვთქვათ რა შენ ვაშლს ყიდულობ ვაშლის ფასად და მე ეს ვაშლი უნდა გადაყიდო შენ ბაზარზე ასე ვთქვათ რა და შენ ბაზარზე ამ ვაშს მესამედ ფასად ყიდულობენ ხო ხტები და აქედან გამომდინარე შენ რაღაც ისეთი ვაშლები უნდა იპოვო რომელიც იმ ბაზარზე ღირს იაფი და შენ ბაზარზე მოთხოვნა მაინც იქნება შენ ბაზარზე იაფად გაყიდი მაგრამ მოთხოვნა იქნება ბევრი რა და აი ამ არტისტების ამ hidden gem ხო იცი დამალული მარგალიტების პოვნა არის თავარი საქმე მანდ არის შენი იმედი აი ხო როგორც open-air პრომოუტერი ვლაპარაკობთ რომ ამერიკაში სპორტული სკაუტები მუშაობენ პრინციპით მუშაობ დაახლოებით რა ხო ნიჭების ტალანტების ისეთი პონა რომელიც ჯერ ძვირი არ არის და ხო რა ეგ იწევს მოკლედ იმიტომ რომ ეგ არ უწევს არც ინგლისს ახლა თუ ძალიან ნიშური ფესტივალები არის არც გერმანელებს არც ფრანგს არც ესპანელს რა იმიტომ რომ ეს არა იმათ თავარია რომ აი ხა მე ამ არტისტს ჩამოვიღამ თავარია რომ ეს არტისტი დავითრიო ჩემ ფესტივალზე მე გარანტირებულად ვიცი რა ბილი აილიშს ჩამოვიყვან ვიცი რა კაუჩი იქ 300 ევროდ გავყიდი 50000 ბილეთს და всё we're good რა ხო ჩვენთან ეგ არ არის ეხლა აი ვის ჩამოიყვანდი უცხოელები რომ ჩამოყავდეს წელს თუ არ გაიგეთებია ეგ ზოგადად ვინ მინდა ვაფშე ნუ რავი მე აი ისეთი რომ თან იცი რომ გაამართლებ და მონგებიანიც იქნებოდა მაქსიმალურად და თან open-air-საც მოხდებოდა რა. ცოტა ჩვენ target list-ი უნდა ვთქვა მაშინ და ცოტა ბოდი ახლა ცოტა ისე გამომდის, მაგრამ ყველაფერზე ვიძახი რომ არ ვითყვი. არა, თუ ვინდა გადავახტოთ ამას. მაგრამ არ გადავახტო. გეტყვი მაგალითად ჩემი ვინ არის რა, best of all time win მინდა, რაც დავიწყე ეს საქმე, სულ მინდა რომ Radiohead ჩამომიყვანა თბილისში. დღემდე მინდა. რა. აი ხო ხედა. ხო არა, ჩემთვის არის ეგ ამბავი რა, რომ დავიწყე ეგეთი, ნუ ეგ არის ხა ჩემთვის ეს რომ open-air სცენაზე ეგ რომ ნახო შეიძლება ვთქვა რომ კარგია, აბა ხა მე მოდი ცოტა ახალგაზრდა გოგოს ან ბიჭს ნახავ და გადავაბარებ იმას ამ საქმეს რა, იმიტომ რომ რაც всё ეგ არის მინდოდა ეგ გავაკეთე რა, ტოპი ეგ არის. Rolling Stones-იც ძალიან მინდოდა, მაგრამ ნუ ეხა უკვე მართლა წვეთავანი თუ ჩამოვლენ. მიხოდი იმის რომ ხოძე არიან, მაგრამ ხო თუ მაჩარი ხო 80 წლის ხალხია, ნუ თან ეგ გამოცდილი მაქვს 1-2 ჯერ და ძალიან ძნელი საქმეა ბებერი. დიფარს გულისხმობ ალბათ რა. დიფარკი რომ ჩამოვიდნენ ჯერ კიდე ეგ 15 არა და 12 წლის წინ იყო და მთლად ეგეთ ასაკში არ იყვნენ და უკვე კარაჩე ის მაგრამ სხვა უცხო ქვეყანაში მაქვს გამოცდილი ეგ ისინი რა და ნუ ძნელი არის. შეინჭირი მე მაინც ეთყობათ. მაინც ეთყობათ. ხო და რავი თანამედროვეები და რავი კენდრიკ ლამარი მაგალითად ძალიან გამიხარდებოდა უახლოეს მომავალში და პეპერსებიც ჩემი ეცნება პეპერსების ვერაზოს ვერ მოხდი აი კონცერტზე და ვერა ვაი ყველაზე ახლოს ვიყავი და არიან ხოლმე და რატო არ და ხო აი რაღაც ვერ დავემთხრი ყველაზე ახლოს ვიყავი ეგეც ერთი ალბათ 10 წლის წინ იყო უკრაინაში კიევში იყო და ბილეთები ნაყიდი მქონდა და ყველაფერი და 2 კვირით ადრე მომივიდა მეილი რომ აფული უკან დაგიბრუნდა და რაღაც შესაძლოა მოხდებოდა და ბილეთები არ გაყნაყიდია აი რაღაცა ეგეთი რა უსულგულობა როგორ შეიძლება თან ანუ ჯერ კიდე ფურშანტე იყო მაშინ რა სადაც წავიდოდა და კიდე ფურშანტეა მაგრამ არა პეპერსებიც ახლა რა თქმა უნდა რა იმდენი მუსიკოსია რასაც უსმენ ახლა ისო ჩამოვთვალო ხო ანუ ზოგი თან ტარგეტში ყავს მაინც ისეთ არ არის საქმე რომ შეიძლება ეხლა კონკრეტულად ფინანსურად ვერ შევწდეთ, მაგრამ ნუ იმედი გვაქვს რომ პეპერსები რამდენს მოითხოვს დაახლოებით შენი აზრით, შენი გასრულებით. რა დაჯდება? ზუსტად ვიტყვი რომ ეხლა 1.5 მილიონი ღირს ჰონორარი. 1.5 მილიონი ჰონორარი. ხო. და კიდე პლუს ხარჯები ჩამოყვანის ამათ და ბინავების და გააჩნია სად როგორ გააკეთებ. ანუ გაჩე 7-8 მილიონი ლარი კონცერტი დაგიждდება. უიჩ, ამხელა. ანუ გადამეწურა იმედები ესე იგი პეპერსების საქართველოში. ნუ აღარ შევალ ხა ამ თემს. შეიძლება ჩამოვიდეს ჩვენ ახლა open-air-ი რამდენად Chili Peppers ჩამოვიყვანთ, არ ვიცი რა, იმიტომ რომ booking-ი და დაბუქვა აღარავის პრობლემა აღარ არის ჩვენთვის მართლა და რავი, ყველა სააგენტომ და ყველა არტისტმა არა, ალბათ, მაგრამ აგენტმა და მენეჯერმა იცის ჩვენი არსებობის შესახებ რა, იმიტომ რომ რა ვიცი 10 წელია კონფერენციაზე ვარ მეც ყოველთვის და ნუ ხო თან ხო ვატარებთ ამ ფესტივალს და ვისა აქ რა. პრეზენცია აქ ინტერნეტში და ყველგან. უბრალოდ ეს არის ისე ვიქ მივდივართ რა ვაშლი იყიდე ამ ფასად უნდა გაყიდო ამ ფასად და ნუ რა გინდა რო ქნა ხო კიდე საინტერესოა რაიდერების თემა რაიდერი არის მოთხოვნების სია რომელსაც ვარსკვლავები და ბენდები წარუდგენენ ხოლმე რომ თუ მე გინდა ჩამოვიდე მინდა ეს და ეს სადამაგაზე გადავალთ შევისვენოთ
სოკარი შეკითხვა გვაქვს შეისვენე და აივსე ენერგიით შენ როგორ ისვენებ და ივსები ენერგიით მე როგორ ვისვენებ და ვივსები ენერგიით რა გარემოში რაღაც კეთებით მოგზაურობა არის ცალსახად ეხა ხო სხვა არაფერი არ მახსენდება ვერ ვიტყვი რომ მოგზაური ვარ როგორც ესეთი მაგრამ ბოლო თითქმის 10 წელი, 7-8 წელი არის, სადღაც 4-5 თვე ვცდილობ რომ ვიმოგზაურო რა, აი წავიდე და 4-5 თვე სადღაც ვიყო, რაც შორს და რაც უფრო არაორ ისეთ მოკლედ ეგზოტიკურ ადგილებში, ხო, ამას ვაკეთებ და ეს რაღაც ჩემი ცხოვრების ისეთი ნაწილი გახდა რა, რომელიც უკვე ის მე მოთხოვნილება გაგლომკა გახასა. ხო, მაგის მოგამი არის რომ უბრალოდ სადაც ხარ იქიდან შორს წახვიდე თუ ის ადგილი არის კონკრეტულად რაღაცა. ესე ხელს ვერ დავადებ ზუსტად რა ემოცია ამოძრავებს ამ ყველაფერს, მაგრამ არის რომ ნუ ახალი ხალხის გაცნობა, ახალი ადგილების ნახვა, ახალ სამყაროში და რაღაც თან ცოტა ისეთი მოგზაურობა მიყვარს, როგორ თქვა, არა რაფინირებული რა, ანუ ავიღე ხე რიოში აი ფაველაში ვიცხოვრე ერთი თვე და რაღაცა ესეთი ადგილები რა, არა სტანდარტული და ცოტა ჰარდკორი. ცოტა ჰარდკორიც არის, თუმცა ჩემზე ჰარდკორი არის მილიონი ადამიანი და YouTube-ზეც ნახავ ეგეთ ხალხს. ხო, ეს ძალიან ნუ ეს აღმოჩნდა რომ მარტო უფრო თუ ნუ მარტო ეხა იმიტომ ძალიან ძნელია რომ მე მეგობარს ვთქვა რომ წამოეხა ჩვენ 5 თვით ბოლივიაში ხო არ წავიდეთ და კი წამოდი ანუ არ გამოდის ეგრე იოლად სამწუხაროდ და მე ეხა ისეთ საქმე მაქვს რომ როცა ფესტივალების სეზონი არ არის და კონცერტების სეზონი არის, ძირითადად ბუკინგს ვაკეთებ რა, მოლაპარაკებას არტისტებთან, ხო? რაც ძირითადად ხდება ინტერნეტით და ლეპტოპით და ჩვენივრად შემიძლია ყველა ადგილიდან მიმუშაო, კი რა. მოგზაურობა მოკლედ ცალსახად. რავი, რაც შეეხება ფესტივალებზე სიარული არ მიყვარს, დიდ ფესტივალებზე, აი არანაირად. არ ვიცი რატო, მაგრამ ნუ არ სიამოვნებას ვერ ვიღებ. მიყვარს ძალიან პატარა ფესტივალები, განსაკუთრებით პატარა გერმანული ფესტივალები, აი ყველა რო ტბის გარშემო არის ელექტრონული ფესტივალები, ეს 6-7 სცენა, პატარ-პატარა სცენები და აი ზოგი არის ბუხტერ დროიმე, არ ვიცი, გონდვანა, ნუ ძალიან რაღაც ინტიმური და ძალიან თბილი გარემო არის, სწორ ხალხთან ერთად მიდიხარ ყოველთვის და ნუ აი მართლა ისვენებ რა. ხო, რა ვიცი, ეკაც მიყვარს, ანუ რეივი, ელექტრონული მუსიკა ეს ყველაფერი ჯერ არ მომბეზრებია, შემიძლია ესე ვთქვა და თან გვიან დავიწყე ცხოვრებაში ეგ, უფრო ლაივის კაცი ვიყავი. კი, შენც იდექი სცენაზე და შენც ხო იდექი სცენაზე. ოდესღაც მეც ვიდექი კი სცენაზე და ნუ ხო, ჯერ ეს არ მომბეზრებია, მაგრამ მოგზაურობა არის მთავარი რა, ეგ არის აი ჩემ ტვინში ყოველთვის აი რომ ეხა შემდეგი რა არის? ხო და რა არის შემდეგი? არ ვიცი. არ ვიცი. რა, ავსტრალია დამრჩა, ოკეანია დამრჩა რა. ოკეანია და აფრიკა. აფრიკა თითქმის არ გამომიკვლევია და ოკეანეში საერთოდ, ნუ აღდგომის კუნძულს თუ არ ჩათვლი, ავსტრალია ოკეანეში ნამყოფი არა ვარ საერთოდ და ეგ რომელიღაცა იქნება შემდეგი ალბათ. გასაგებია. ჩემთვის ხო მე ეგ ვერ წარმოვიდგენთ რომ აი რაც უფრო შორს ვარ წასვლილი უფრო ვიღლები და არ მიყვარს. მართლა? გადაადგილება, ანუ სხვაგან რო არის კი უკვე საინტერესოა ჩემთვის, მაგრამ ეს მოგზაურობა ძალიან მოგლის რა, გზა. ყველაზე შორს სათხარ ამყოფი. აი, ყველაზე შორს, აუცილებლად შორსი არის, ყველაზე შენთვის ეგზოტიკურ არა სტანდარტული. ირანში შეგაცო, არ არის იოლი დესტინეიშენი არა. თავრიზში. რაღაც ალბათ თამაშობდი ბავშვობაში და გუნდი წავედით რაღაც აზიურ იმაზე ფესტივალი კი ჩემპიონატზე და მაგას მაშინ მოხვდი ირანში და საერთოდ სხვა სამყარო იყო. ხო, ირანი არ არის ადგილი, იოლი ადგილი სამოგზაუროდ ნამდვილად არ არის. დარბაში, სავსე დარბაში ვითამაში და სუკაცები იყვნენ მაგალითად მაყურებლები და რაღაც აი უცნაური გარემო იყო და. ხო. ტიშერტ ჯისგან საჩუქარი. გასლაპ, მოკლედ რა ხდება? საჩუქარზე. შეგიძლია გახსნა ეს არის ყოფილი მაიკაჯი. აჰა. ახალ ტიშერტი, ჩემთვის შერჩეული სპეციალურად მაისური. ჩემთვის შერჩეული სპეციალური. კი, რო იცოდნენ შენ იქნებოდი და მალე ჩამოვიყვანე და ნუ გორილაზი? ოკეი. კაი, უფრო იცი, ყოველთვის გეშინია, უფრო ისეთი არის ვიღაცა პეპერსები. კარდიც იყო, მალე ჩამოგეყვანოთ რაღაც ეგეთი. აი, წერია მალე მალე ჩამოგეყვანე. მე მეგონა პირდაპირ მოთხოვნა იყო მალე ჩამოგვიყვანეთ, იმიტომ რომ ეგეთებიც არის. ძალიან დიდი მადლობა, ეს მართლა ძალიან კაი საჩუქარია. ო, ეს ამას მოგაშორებ. კაი, და გავაგზავნოთ რაიდერებზე საუბარი. ვის ქონდა ყველაზე გიჟური რაიდერი, ანუ მოთხოვნა, ერთ რაღაცას ვიტყვი მაგაზე. იმის რასაც ელოდები, იმის საწინააღმდეგოდ ალბათ რა.
რასაც ალბათ ადამიანები ფიქრობენ, რაც უფრო დიდი ვარსკვლავი არის, რაც უფრო ესეთი მეგასტარი არის, ან ჰედლაინერი არის, მით უფრო არაფრით გამორჩეული რაიდერი არა. ხო, იმას აღარ უყურს არაფერი. ხო, პრეტენზიები, აი რაღაცა ეს. ხანდახან აი რომ რაიდერს კითხულობ, ხა ჩემი გუნდი ხანდახან კითხულობს რაიდერს რაღაც მომინიშნავენ, რომ პროსტა ვიღადაო, რომ აი პირდაპირ ხვდები, რომ აი ტიპს ეს იმიტომ უწერია, რომ აი რაღაცა ხო ხვდები, უფრო მაღლა ხტება, ვიდრე სინამდვილეში არის, ხო ხვდები რა და ეგეთი ამბავია. რა თქმა უნდა, ეხლა მის რა ქვია, მეგასტარების რაიდერი არის 20 ფურცელი და იქ ძალიან ბევრი რაღაცა არის რა, ისეთი, მაგრამ აი ესეთი მოულოდნელი არის ხოლმე უფრო აი როგორ არტისტების რაიდერებში იცი საშუალო კალიბრი, მცირედან საშუალო კალიბრამდე არტისტები რო არიან, აი იმიტომ რომ ეგეც რაღაც ალბათ თავის დამკვიდრების ერთ-ერთი ხო, რაღაცა ეგეთი ამბავი არის კი. ნუ ეს ლეგენდა არის ეგეთი, რაც მეც მინახავს რაიდერებში, რომ MM-დემსები ოღონდ ყავისფერი ამოღებული რა. და ეს უკვე იმდენ რაიდერში მინახავს და იმდენ ინტერნეტში და ეხა სხვა პრომოუტერებს ველაპარაკებს. ეს ითხოვს ვიღაც თუ ბერმა გადაიყვანს. არა, ბევრგან წერია და ეხა მან დაი როგორი ამბავი ნახე? რომ ეს MM-დემსები დაახვედროს სასტუმროში და იყოს ყავისფერი ამოღებული. ხო, ყავისფერი ამოიღე რა, ანუ ეგეთ რაღაც. ეხა ეს რა არის სინამდვილეში რა, იმიტომ რომ ხო საღადაოა ბლა ბლა ბლა, მაგრამ სინამდვილეში რა არის ნახე? ტურინგი არის წარმოუდგენლად ძნელი და დამღლელი საქმე. აი, სანამ არტისტისთვის, სანამ და მისი გუნდისთვის. სანამ მაგას თვითონ არიზამ, ან არ გამოცდი რამე ამპლუაში რა, ეს რა არის? აი, ეს არის დაუსრულებელი, არ ვიცი, ეტაპით რო პატიმრები დაყავდათ, ხო იცი, რაღაც ვარიანტში ეგეც არის რა, ის თვითონ კონცერტი რომ მოაკლო, ეს არის უმძიმესი საქმე, იმიტომ რომ ყოველ დღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს გაქვს კონცერტი და ჩადიხარ საერთოდ ახალ ადგილებში. თუ უკვე გამოცდილი არ ყავს პრომოუტერი, საერთოდ ახალ ადგილას ჩადიხარ, ვიღაცა ტიპი, რომელსაც უბრალოდ ინტერნეტით ელაპარაკი ან ტელეფონით და რაღაც ინფორმაციები გაცვალეს და უნდა დაგახვედროს ის გარემო, რომ შენ იქ არ გაგიჟდე უბრალოდ, ან რაღაც ფენიქეთექი არ დაგემართოს. მე 20 კონცერტი როა, უკვე ხო, რა, ეხლა ხო ხვდები და თან ეს ყოველთვის ხო არ არის რაღაც 55 წლის უკვე შემდგარი ვარსკვლავი ან გამოცდილი არტისტი, რომელსაც ამას ჭიპი აქვს მოჭრეს, შეიძლება იყოს 19 წლის გოგო. ან ბიჭი, ხო ხვდები, რომელიც ეხა იწყებს ამ ყველაფერს, ეხა იხოდება და იმისთვის არის ეს, ანუ ეს ძალიან დიდი იმას ტოვებს შენს ფიქიკაზე რა. ხო. ტოვებს, ანუ ძალიან დიდი საფრთხეები იქნება, იმის რომ შეინარჩუნო ნორმალურობა ამ ყველაფერში. მე თვითონ ეხა ესე ექსტენსია, ანუ იმასე ძალიან ბევრ ტურში, გრძელ ტურებში ავანამყოფ, მაგრამ რა ვიცი, ეხა მაგალითად თვითონ ბედფორდები რომ დავყავდა ეხა ერთი თვეში, მქონდა რაღაც 10 კონცერტი ევროპაში რა და მიუხედავად იმისა, რომ შესვენებებიც მქონდა და რაღაც რილაქს მომენტებიც მქონდა, მაინც არ არის იოლი საქმე. და ეხლა შენ წარმოიდგინე, ნუ ეს ხალხი, რომელიც 3 და 4 თვე არის ტურში, ხანდახან 9 წელი, ყოველ მეორე დღეს კონცერტები არის. ნუ და თან ამათი პროდაქშენი არის უზარმაზარი, უნდა მოხვიდე პატარა ქალაქი, უნდა ჩამოგიტანონ, უნდა ააწყონ ეს ქალაქი. ხო და რას ვიძახი რომ ანუ ბექსტეიჯზე რომ შემოდის, იმას რაღაცა ელემენტარული სჭირდება, რომ რაღაცა იყოს იგივე, ხო ხვდები, რაც არის სხვაგანაც, იმიტომ რომ ისე, ნუ სიგიჟეა რა, მართლა ყოველ დღეს ახალ ოთახში იჩითები, სადაც ვიღაც უცნობ ხალხთან და იმ უმეტესობას შენთან უნდა ფოტოს გადაღება, ის უნდა ნუ მოკლედ რა, ძალიან მძიმე საქმეა მართლა. ხო და რა ყველაზე ისეთი რა იყო ეს ხო და ანუ აი რას ვიძახი იცი სად მივდივარ რაიდერი არის ამის რაღაც მინიმალური დაზღვევის ვარიანტი ის ტიპი რომ შენ გეუნება რომ აი ყავისფერი MM-დემსები ამიღე ჯერ ეს ერთი ამით იმას MM-დემსები კი არ უნდა მართლა იმის დარდი კი არა აქვს ის ამოწმებს შენ რამდენად ყურადღებით წაიკითხე მთელი ეს მისი რაიდერი რომელიც არის მთელი მისი აი დაზღვევა რასაც ვამბობ რა თუ ფეხებზე დაიკიდე რა და დაუგდე რა ყავისფერი არა ისა და მიეცი პროსტა MM-დემსები გიშავს ხო მაგ ჟესტი არის უფრო და რაღაცნაირი ტესტიც არის ნუ ახლა ეს თან უკვე გაბაზრებული ის არის ხოდი რა ხო მაგრამ ბევრი რაღაცა ეგეთი არის ამიტომ მაგას ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდო რა მე არასდროს არ მესმოდა ეს რომ რაღაცა ეს მაიც არა ეხა ეგ არა და მოდი ჩვეულებრივი რაღაცა დავახვევთ ნებისმიერ რამეზე რა აცი ითხოვს ამას რა გაუკეთე რა უნდა ჩამოვიდე შენთვის შენ უნდა დაუკრეს უცნაური მოთხოვნები ყოფილა კი რავი boxing bag-ი მოუთხოვია ტრიკი მოითხოვა სხვათა შორის სადეს სასტუმროში უნდა არა სასტუმროში იმდენად არ ეთქვა სასტუმროში backstage-ზე ვიძახი backstage-ზე ხო აი რაღაც ისინი კრივის ტომარა ხო რა პანჩი ხო კრივის ტომარა მე სხვათა შორის შენც გაიგებ შენ ხო გიყვარს ბოქსი ძალიან ჩემსავით მე რო დავფიქრდი ძალიან მაგარი აზრია რა
იმიტომ რომ თუ ენერგიული შოუ გაქვს რაღაცა, აი ძალიან ხო ხდება 5 წუთი რა უცებ გახურდები ტონუსში მოხვალ შენ თვითონ ცოტა არ ვიცი ანუ რაღაცა იმასთანაც დადგები თუ ყველგან ამას აკეთებ, ვორმაპი გამოგდის იდეალური და მე გახვალ სცენაზე რა. ეხლა და იქ რო გიკიდია ის და სიგიჟე რო არის იქ რო ქანაობს ბექსტეიჯზე მაგას ახლა ვინ უყურებს შენი კრუს გარდა რა. მაგარი კაი მიგნება მე რო კაცმა მკითხოს. ახლა მასაჟორები ისინი ესენი ეგ ჩვეულებრივი ამბავი არის. რამდენიმეჯერ ყოფილა რომ ნარკოტიკი მოუთხოვიათ, რაც არის ძალიან ცუდი ტონი ყველგან და იმდენად ცუდი ტონია და იმდენად ცუდი ხოდია რა. ნარკოტიკში ანუ მოსაწევს არ გულისხმობ რა. რომ ყველა არტისტებთან როცა ვარ ხოლმე სხვა არტისტებთან ანუ ვამბობ ვინ იყვნენ ეს არტისტები რა, იმიტომ რომ იდეაში what happens on backstage stays on backstage, ანუ რაც ხდება backstage-ზე იქ საიდუმლოდ რჩება. მაგრამ ამ შემთხვევაში მგონია რომ ეს პირიქით უნდა თქვა, იმიტომ რომ გაუგონარი თავხედობაა რა და ყოველთვის ერთ და იგივე პასუხი მაქვს რომ ძალიან გთხოვ მომწერე ან მითხარი იმ ქვეყნების სია, სადაც ჩადიხარ და აი ამას გახვედრებენ რა და სადაც მე ხალხი ციხეში მიდის თუ რაღაც პრობლემებში იჭდება იმის გამო რომ შენ ხარ პროსტა რავი ვირი ანუ სხვა ამას რა ქვია ხო ანუ არ არის ხა ეს. ხო ესეთებიც ყოფილა და ამათი თავის ადგილზე დაყენება გვიწევს ხოლმე და კიდე რა ვიცი უცნაური კიდე ძალიან უცნაური ანუ აი რაღაცა თვე გამიგია მობიზე იყო მე მგონი რომ რაღაცა რაღაც ყვავილ სიტყვის ნომერში დაახვედრა რომელიც არა ეგ კი კაცო მე მგონია კიდე უფრო ცოტა ძალიან weird რაღაცაზე მეკითხებთ რომ ეს ესეთი რობი ვილიამსი იყო მე მგონი მაიმუნი არ ვიცი ხო რამდენად რეალურად მაიმუნი თან დაყავს ანუ ნამდვილი ამბავია ეგ თან დაყავს კი ეგენ ძირითადად ყველაფერი ნამდვილი ამბავია ეგ ჭორები მაგრამ ეგ რო ეხა კონკრეტული ყვავილი და კონკრეტული ბრენდის ყავა თუ რაღაცა გინდა ნომერში და ბექსტეიჯში. ყავა გასაგებია თქვათ, მაგრამ რაღაცა ის ყვავილი იდოს და კი, ანუ მე ხა, რავი, ვოტერს აქვს, როჯერ ვოტერს სანამ გამოსულელდებოდა, მანამდე ყოველ შემთხვევაში ვოლზე ქონდა რომ ყველგან სადაც ეგ არის, სცენამდე სანამ არის კედელი გავაშენეთ სტამბოლში რა და სანამ ამ იმაზე ავიდე სცენაზე, ყველაფერი უნდა იყოს შავი. ყველაფერი უნდა იყოს გარშემო შავი. ნუ თითქმის ეხა რა. კორიდორში თემაში გაიარა. ყველაფერი თავისი ოთახი არის სულ შავი, შავში, შავზე. ეს არის გაჭედო არა. არ ვიცი. შეიძლება იმიტომ რომ მე ვოლი თეთრი რო არის, რაღაცა იმას უხსნის კონტრასტს და უფრო იხოდებოდა. არ ვიცი, მაგრამ ეგეთ მოთხოვნა ქონდა და კი, ეგეთ რაღაცები არის ხოლმე. ყველაზე პრეტენზიულები როგორც წესი არიან, იმედია რაღაცა არ ვიცი. ჟანრობრივ სელექციაში არ ჩამეთვლება, მაგრამ რეპერები. განსაკუთრებით ახალგაზრდა რეპერები არიან, აი. მეგონი მანდ უკვე ერთმანეთს ეჯიბრებიან უნიფროვესი. ხო, აი ცოტა ესე იმედგაცრუებული რო უყურებ, ხო იცი, ანუ აი რა არ გჭირდება შენ ეს და არ გინდა ხა ეს ლაპარაკი, ხო, ანუ აი რაღაცა ესეთი ამბავი არის რა. ო, ანუ ეგეთი რაც გამორჩეული სიგიჟის შესრულება თქვენ არ მოგიწიათ, ხო იდეაში? არა, ხო, აი რაც მოვყევი, რაღაცა ეგეთი ისინი არის რა და ნუ ხო პლუსები ესა. ნუ ეგ კიდე ნორმალური ამბავი არის, მოკლედ. ხო. დედეტე წოყავდა ჩამოყვანი, რაღაც მაგაცე მახსოვს. ეგეც გაბაზრდა რომ ის სტალიჩნია და კალბასი მოითხოვეს ნომერში თუ რაღაც ეგეთი თუ ბექსტეიჯი ეგეც. ეგ ჭორი არ ვიცოდი. არა მგონია, არ მახსოვს რომ სტალიჩნია და კალბასი ქონოდა. არა, ეს ეგ რაღაცა ჭორი მაქვს აგებული. დედეტეზე მახსოვს რომ რამდენად ის გამოვიარეთ რა მაგას ვამბობ ხოლმე მუსიკალურმა სცენამ საქართველოში რამხელა ის გამოიარა ეგ იყო კოჯორში იყო 2012 იყო რომ 2012 წელს რო დავწერეთ რომ დედეტე ჩამოდის თბილისში ოფენ ეარზე არავის არ ჯეროდა ჩემი ძმაკაცები მეგობრები ყოველდღიური შეხებებისაც ჰქონდა წერდნენ რომ აი ეხა რეებში რა დედეტე ჩამოკავთ რა ხა მართლა ჩამოკავთ რა თქო ეგ დაუჯერებელი ხო და ანუ ხო ხდები და რამხელა ის იყო და ეხა კიდე ეს რატო არ არის Red Hot Chili Peppers-ი და Coldplay ყოველ წელს გვაგინებენ მაგის გამო რომ თქვენ ახლა როდის უნდა ჩამოიყვანოთ და შეიცვალა. ხო, თან ხომ ითუმეტეს საქართველოშიც იყვნენ ესეთი ნავყოფები რა, სერიოზული მასშტაბის უკვე მაგ იმაში. კაი, ცოტა ხომ მუსიკალურ ხარისზე გადავიდეთ, თანამედროვე მუსიკაზე გადავიდეთ. დავაი. დღეს საქართველოში ყველაზე ისე ასუსმენენ. ჟანრი თქვათ, ხო? ელექტრონული მუსიკის ჩათვლით თუ არ ჩათვლით. იმიტომ რომ ელექტრონული მუსიკა ცალკე ფენომენი გახდა საერთოდ და განსაკუთრებით საქართველოში. რაც მოხდა ამ ქვეყანაში და თბილისში, ნუ ახლა აქ უფრო იოლად დაკვირვებადია. ბოლო 10 წელიწადში არის აბსოლუტურად უპრეცედენტო. ანუ ეს კლუბების ამბავი რა, როგორც განვითარდა საკლუბო სცენა, ელექტრონული მუსიკა, ტექნო და ჰაუს, ნუ ეს პოპულარული მიმართულებები რაც არის რა ელექტრონის ჩვენთან,
მე ეგეთი მაგალითი სხვა არ ვიცი. ერთი მსგავსი ცოტა არის მედეჟინი, კოლუმბიაში, სადაც აი ძალიან სწრაფად განვითარდა, მაგრამ ესეთი სისწრაფით ესეთი იმპექტი, ანუ გავლენა და ესეთი თავისი კულტურული, საბკულტურო შეიქმნა 9 წელიწადში ფაქტიურად რა. მაგრამ რა ხდა ეგ? აი ძალიან ბევრი საინტერესო ის არის და ამაზე ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე რა. რამდენიმე ფაქტორი არის ჩემი აზრით. ერთი არის ის, რომ თვითონ ტექნო და ის გარკვეულწილად ცნობური არის და ქართველებს ეს ცნობური ელექტრონის, რა ქვია, გემოვნება მუსიკაში გვახასიათებს რაღაც ვარიანტში და ეს ცუდი საერთოდ არ არის. პირიქით რაღაცეებში ის კარგიც არის რა. ერთი ეგ არის, მეორე მგონია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ეს underground-ის და გაჭირვებული ცხოვრების და 90-იანების გამოვლის შემდეგ, ანუ ეს underground კულტურები ხო ყველა უფრო სწრაფად განვითარდა ვიდრე დასავლეთ კულტურებში, იმიტომ რომ უფრო ავთენტური და ნამდვილი იყო და რაღაცის იმიტირება არ იყო რა. ეხლა ეს ბეტონი და სიშავე და უბედურება თბილისი იყო 90-იანებიც და 2000-იანების რაღაცა ნაწილიც. ხო, არაფერი არ მოგონილი აქედან არაფერი არ არის. ხო, ანუ ეგეც არის რა. ეგეც მგონია. ასევე სხვათა შორის მგონია, რომ იმიტომ რომ ქალები არიან ძირითადად, არა ყოველთვის, მაგრამ ქალები ჩაუდგენ ამ საქმეს სათავეში. ეხა კლუბებიც ისაც რო გადახედო უმეტესობას, პოპულარი კლუბების დიდ უმეტესობას ქალი ყავს მთავარი ან co-manager-ი და მე მგონია, რომ ეგეც ძალიან დიდ როლს ასრულებს რა, რომ გაიტანეს ამათმა ეს საქმე. მოკლედ ისე არ ვიცი კაცები რო ყოფილიყვნენ მაგ ადგილას, იგივე, ეხლა მე როგორც კაცი პრომოუტერი, ისე ვამბობ რა, იგივე იმპექტი ექნებოდა თუ არა. ხო, კაი დასრულდა. ხო, მე მგონია კოჩებს ბევრი ფაქტორების ერთობლიობა იყო, მაგრამ ეს რაც ნამდვილად ვიცი, რომ ამის პრეცედენტი მსოფლიოში არ არის. 9 და 8 წელიწადში ესეთი ნახტომი გააკეთო, რომ შენ ის რა ვიცი, არ მინდა. ხო და ეს აჭარა music hall-ი იყო, ხო გახსოვს? ხო. ერთადერთი ადგილი, სადაც მე პატარა ვიყავი მაშინ და ნამყოფიც არა ვარ, ფრეკნესტი ყავდათ ჩამოყვანილი მაგრამ. ხო, რაღაცა ემაკედან მე მიდიხარ იქამდე, რომ იმაში fine dining ადგილებში ტექნო არის ჩართული. ხო, ვიცი, ხა ეგ არის. ხო და ანუ სოფლის გადმოსახედიდანაც ეგრე ჩანს, რომ როგორც ლაპარაკობენ, რომ აი საქართველოს ეს ელექტრომუსიკის სცენა ძალიან პოპულარული გახდა და ესეთი უკვე სახელი გაიგო. შესაბამის კულტურაში, შესაბამის სფეროებში კი რა თქმა უნდა. ქართული კლუბები, ქართველი DJ-ები, რამდენიმე, რა ვიცი, ხა იანამასტე მაგალითად ძალიან პოპულარული არის ყველგან და ყველა ვინც ამ სფეროში არის მეტნაკლებად გათვითცნობიერებული. ხო, ანუ ბევრი DJ-ი ყავს, კაცო, რა ვიცი, ბასიანზე ვინც უკრავენ, ხიდზე ვინც უკრავენ, კვარზე ვინც უკრავენ, ძალიან ბევრი DJ-ი არის პოპულარული და რამდენიმე ყავს უკვე სუპერ პოპულარული, რომელიც რავი, აი კვარაცხელია ხო არის ფეხბურთში რა და რა ვიცი, აი ეგრე ყავს ეგრე DJ-ები, რა ვიცი, იანამასტე. ხო, იანამასტე ძალიან პოპულარულია, ნოიქსი ძალიან პოპულარულია, ყანჩელი, ნოდრექსი, ანუ მართლა ბევრი არიან, ერთი, ანუ 10-ზე მეტ ადამიანზე ვლაპარაკობ, რომელიც აი მეტნაკლებად კვარაცხელიები არიან რა ამ სფეროში. დაახლოებით ხო რა. რაღაც ვარიანტი. ეს სფერო თვითონ ძალიან ის არის მე უფრო ჩაკეტილია. ხტებით ძალიან underground უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში ხა გაპაპსავდა, მაგრამ იდეა ეგ არის რა, ხო, ამიტომ კაი, ხო, ალბათ მაშინ გამოვიდა რომ ელექტრონული მუსიკა არის ყველაზე პოპულარული ჟანრი დღეს, ხო? არა, ყველაზე პოპულარული გლობალურად არა. საქართველოში ყველაზე პოპულარული არის სამწუხაროდ, არ ვიცი, რა ქვია ამ ჟანრს, ქალაქურები თუ ფანოხი თუ ჟანდაბა, არ ვიცი, ხო, მე მართლა ვიცი, უბრალოდ დატაში აგდებს ყოველთვის და ხედავ. ხო, YouTube-ზე რო ნახო მილიონობით მოსმენა აქვს. მაგის მერე არის ჰიპ-ჰოპი, მაგის მერე არის პოპი და აი მერე არის ალბათ როკი და ელექტრონული მუსიკა. სოფლიოში სოფლიო დიდია. გააჩნია. აუ მაგაზე ამერიკა, ევროპა. კეთყვი მაგაზე პროსტა ერთი წუთი მოვყვები ამერიკაში. მუშაობე კოლორადოში country festival-ზე რა, მენეჯმენტში. ეს როგორ მოხდი მან? ეგ სწავლობდი ბოსტონში და მე რაღაც ეს gap year-ი კი არა, gap month გამეჩითა და COVID-ი იყო, თან გაქანებული COVID-ის პერიოდი იყო. და კონტაქტები მაქვს ამერიკაში, ან საქმე გიკეთებია ბევრ ხალხთან. მოგეთ ერთი საქმე მეორეს მოყვა და გავიჩითე რა. და მე რამდენიმე ფესტივალზეც ვიმუშავე. დღემდეც რაღაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს და მოკლედ country festival-ზე კოლორადოში და თუ არ ვწდები, პირველი ფესტივალი იყო, რომელიც COVID-ის მერე ჩატარდა ამერიკაში. Country Jam, კოლორადოში, Grand Junction ერქვა ქალაქს რა ქვია. და მან მივხვდი რომ აქამდე მეგონა რომ ამერიკაში ნომერ პირველი ჟანრი ხარ ჰიპ-ჰოპი.
და მანდ მივხვდი რომ არ არის ესე თან არ არის country არის რა იმათი ფანოღი არის მაგ ზუსტად მაგ პარალელის გავლება მინდოდა რომ ჩვენთან თუ ეს არის ანუ იმათთან ის არის ხვდები და შეიძლება ჩანდეს რომ ჰიპ-ჰოპი და ბაბლებში ესე ჩანს და country არის მანდ რა ებიც ხდებოდა კიო ესე იგი ტობი კითი იყო მე მგონი headliner-ი ვერტალოტით დაждდა backstage-ზე და backstage-ი ხო იცი როგორი რაღაცა ახლა ვიწრო კარვები რაღაც და დაждდა პირდაპირ ესე და რაღაც ხალხი ესე ქანავა და კარვები და რაღაცეები და მე ძალიან განსხვავებული კულტურა არის რა ძალიან ყველაფრისგან აბსოლუტურად როგორც ეს ჩვენი ალბათ უბრალოდ მე არ მომწონს და შეიძლება შენ არ მოგწონს მაგრამ ანუ არის და რა გინდა რო ქნა ხო ანუ მე მახსოვს ვეტერანების ბენდი ამოიყვანა სცენაზე მარტო იმიტომ რომ შესავალია მღერათ წუთნახევრიანი 50 კაცი არის ლაპარაკი რა და ბიჭო იმის რა ქვია headliner-ის წინ hymns მღერიან crowd-ი თვითონ რა და ეს იყო ყველაზე ეხო ძალიან cringe არის ხე ევროპელისთვის რა და ეს რო დაიწყეს სიმღერა უცებ ხალხში ვიდექ headliner-ს ველოდებოდი და მეთქი ალბათ რაღაც ერთი რაღაც თიმია ბაიკერები არ ვიცი პატრიოტი ამერიკელები რა ეთნიკები არიან და ესე და მე მთელი crowd-ი რო აყვა და მე რო ესე მიყურებდა მეც მეთქი ო ეს ხო იცი ნუ მოკლედ რა ანუ ძალიან სხვა აი პირდაპირ სხვა სამყაროში აღმოჩნდი მიხედავთ იმისა რომ მუსიკაში ვარ 20 წელია რა ხო და ეგეთი ამბავი არის აქაც მგონია რომ ეს რაც არის და ნუ კაი არ არის მომკალი და ეხა ვერ დავარქმევ ამას ვერც კაი მუსიკას და ვერაფერს მაგრამ ჩვენი ბაბლების მიღმა ეს არის ყველაზე პოპულარული ამ ქვეყანაში რა თუნდაც მარტო იმიტომ რომ ქართულენოვანია როგორც წესი როცა არ ველოდი ხომ country-ს პოპულარული იყო ვიცოდი ხომ არა ხო თალსახად ის ჯამში რო ავიღოთ ტოტალი რა ეგრე არის ხო ნუ იმედია რომ ვიცი რა არის ეხა ამ ყველა საგიჟეთთან ერთად რაც ქვეყანაში ხდება და უბედურებასთან იმედია რომ თქვათ რუსული არ გახდება ისე არ დაბრუნდება ის ჩვენი ბავშვობის დრო აი რუსული იყო აჟურში და ეს რუსული ესტრადა ხო ესტრადა და გინდა ესტრადა იყოს და გინდა ის აი მართლა ვიძახი რომ რუსული რეპი არის ეგეთი დაუნფოლი ეგეთი დაქვეითება რაც რუსულმა მუსიკამ განიცადა 90-იანების მერე ხო აი არ ვიცი ეგეთი არავის არავის არც ერთ ქვეყნის არ მახსენდება. ნუ რა თქმა უნდა ეხლა რა ქვეყანაც არის ეხლა ეგ კულტურაზეც აისახება პირველ რიგში რა და ეგ ზოგადად ეგრე არის ხო იცი ეხლა ჩვენი ბავშვობის არ იყოს რა ზოგადად რა აი თითქოს აი ეს entertainment ქვია რა და კინო, მუსიკა ანუ ისეთი ჟანრებია თითქოს თუნდაც აი ვიდეო თამაშები ეხა ისეთი ჟანრებია თითქოს რა რომ აი გართობა entertainment ქვია ხო ხტები და გართობა კი არა ანუ განსაკუთრებით ბავშვზე და თინეიჯერზე როგორც ეგ მოქმედებს ანუ ეხლა უკვე როცა ციგნები ნუ აღარ არის ესეთ აჟურში როგორც აქამდე იყო ხო ანუ ეხლა არის მთავარი საიდანაც ეს ისინი და სოციმედია უკვე რა ახალი მედიუმი საიდანაც ეს სიგნალები რა არის კარგი რა არის ცუდი რა არის ტრენდული რაში ხარ cool რაში ხარ არა cool ხო ხტები აი adolescence-ი რო იყო სერიალი რო გავიდა რა ზუსტად ძალიან მაგრა აჩვენეს ეგ ამბავი რა მთავარი არის ერთ-ერთი მთავარი რაღაც არის საერთოდ ცხოვრებაში ადამიანის ჩამოყალიბებაში რა ხო და აქედან გამომდინარე მგონია რომ ეს ისა რა ქვია რა დღეშიც ახლა არის რუსეთი და რუსული საზოგადოება მუსიკაზე წეტყობათ გადასარევათ რა რომ ხო ისიც შეიცვალა ალბათ თვითონ კულტურის გავლენაც შეიცვალა ალბათ ადამიანზე რა მე მგონია ხო სოციმედია baby ხო სოციმედიის ბრალია ხო სიგიჟე ნუ აი ხარ მაგალითად რაღაც ალბომს რო უსმენდი Led Zeppelin-ის ეხლა ვინმე უსმენს ეგრე რაღაც ეს ალბომს ნუ შეიძლება კი მაგალითად ის იმას აქვს წარსულის მუსიკაში ციკეკოს მაგრამ დღეს აი რაღაცა ნუ მაგას გეტყვი აი Peppersების ალბომი კიდე გამოდიოდა და მე usmენდი და უსმენდა თან ალბომი არის იმ პონჩი რომ აი თავიდან რაღაცა ისეთი ინტროთი იწყება კარის გაღებით ან რაღაცა იმითი და მე ხო და რო ელოდები რომ ალბომი გამოდის Peppersების ახალი და თავგადასავალი რო არის რა და ისა ეხა მაგაზე გეტყვი ზუსტად ძალიან ისეთ ამბავს ხო და ისე თქვა მინდა იცი რომ მე ამას რო უსმენდი ძალიან დიდ ინფორმაციას რაღაცას გიტოვებდა შენში რა ახლებურ რაღაცებს სადაც მე გეფიქრებოდა გადახარშავდი რაღაცა ანუ ესე აღარ ხდება თქო რა მაგის მე მგონია ხო აი მაგაზე ნახე ამერიკაში ჩემი მეგობრის შვილი არის 11 წლის მე მგონი ხო 11 წლის გოგო არის რა მუსიკა ეხება დიდი ნაუშნებით რაღაც მაგათთან ვიყავი სახლში
და ჩემი ის იყო, რა ქვია, ჩემი playlist იყო შეერთებული და იმას To Pimp a Butterfly, ანუ ლამარის იმას უსმენთ, ალბომს უსმენთ რა და ამბოშმა ეგეთი რაღაცა იკითხა. ცოტა ხანი ზის რა და ამდენიო კენდრიკ ლამარის სიმღერებს ერთმანეთის მიყოლებითო რატო გაქო რა. და შეხედა მივხვდი რომ ალბომი რა არის, არ იცის. და ეს ცნება არა აქვს რა, რომ აი ალბომს უსმენ ხო ხვდები და მეთქი ერთი წამი ეგ რატო იკითხე, აბა მითხარი და ხო, რა ველაპარაკე, ალბომი I've heard it, ანუ გამიგიაო რა არის, მაგრამ არ იცის რა ვაფშე ეს ამბავი. ეხლა იცი რა 11-12 წელი შეიძლება რაღაც პონჩი ადრეც იყოს იმისთვის რომ ეხლა ამას ჩაიძირო. მაგრამ ეგეთი ადრეც არ არის ჯერ ეს ერთი და მეორეც ერთი მე მაგას უკვე ხვდები ყველგან რა, რომ ანუ აი ეს რა დავარქვათ მაგას რა, რაღაცა ერთიანობა რამდენიმე მუსიკალური ალბომი იქნება თუ EP იქნება თუ რაღაცა რა, ანუ მე მგონია რომ პირდაპირ გადამული არის ეს ამბავი სოციმედიასთან. ავიღოთ Instagram-ი, სადაც აი რაღაცა უცებ გამოჩნდება და მე ქრება ეგრევე რა. ნუ TikTok-ზე რაღაც გაიტრენდება რა. TikTok-ი საერთოდ ჯოჯოხეთი არის მაგ გაგებით. იმ გაგებით რომ როცა იმაზე რომ ვილაპარაკოთ თუნდაც promotion-ზე მუსიკის. ეხლანდელ მუსიკოსმა ხო პირველ რიგში სოციმედიას უნდა მიხედოს რა, ანუ მაგარიალობაში ვარ ხა გინდა არ გინდა ეგრე არის რა. ეხლა ნახე, ანუ შენ ავიღოთ ინტერნეტის ხანა, იმას აღარ ვიძახი ვინილები და რაღაცეებს რა, ანუ შენ YouTube-ზე გაქვს თქვათ ხარ ვიღაც არ ვიცი მობი და YouTube-ზე რაღაც ტრეკი დადე. всё, იმ ტრეკს მე ეწება მოსმენები, ეხლა ექნება 500,000, ეგ ექნება მილიონი, 20 წლის მერე ექნება 20 მილიონი სიტყვაზე, ხო? Spotify იყო შემოიტანა კიდე ახალი რაღაცა უკვე აი YouTube-ისა და სოციმედიას შორის პონტი. რა ეს monthly listener-ებზე მუშაობს უკვე რომ შენ კი დადე ეს ტრეკი და კი მილიონი monthly listener-ი ყავს ოქტომბერში, მაგრამ შენ თუ ხოძე არ ახარ თვეში ერთხელ მაინც. ნოემბერში ეს monthly listener-ები აღარ გეყოლება. და ანუ ახალი უნდა აჭამო რა და მე ამის შემდეგი ეტაპი არის უკვე სოციალური მედია და იმის შემდეგი ეტაპი არის კიდე TikTok-ი რა, იმიტომ რომ შენ ჩვენ იმას სოციალურ მედიაში Instagram-ი ალბათ. Instagram, Facebook-ი არა, Facebook საქართველოს გარდა ყველგან მკვდარი არის, მით უმეტეს ამი მუსიკის პრომოუშენის არა მე ეგეთი ამბავში რა. Instagram-ი და TikTok-ი რა და Instagram-ზე ეგეთი ის ქონდა ჩვენ რომ მოკლედ Sony-მ ჩაატარა ეგ კვლევა მე მგონი რომ დადეს ის რა ქვია ტრეკი რაღაც რომელიღაცა რეპერის ტრეკი იყო რა დადო პოსტზე ვიძახი story გასაგებია რომ წარმავალია და უნდა სკროლოს მაგრამ პოსტზე ვიძახი დადო პოსტი ამ პოსტს ქონდა ამდენი ნახვა და ერთი კვირის მერე იგივე პოსტს ქონდა იმის 4% ხვდები ანუ რამდენად იმწამიერი არის ეს ყველაფერი რა მაგას ამტკიცებს რომ შენ ყოველ დღე ფაქტიურად რაღაცა უნდა აჭამო ამ ხალხს რა და ხა ყოველ დღე ტრეკის დაწერა და ის ხო არ არის ანუ რაღაცა უნდა გადაიღო რომ აი ხა აქა ვარ ახტაზე ვარ იმაზე ვარ რაღაცას განცხადებას ვაკეთებ რაღაცები და მოიგონო სულ და TikTok-ი არის ამის კიდე შემდეგი ეტაპი სადაც ანუ ეს ინტერესის ისა რა ქვია სიგრძე უფრო ნაკლებია კიდევ ვიდრე Instagram-ზე. თუ არ ვცდები 40% არის Instagram-ის რა, ანუ რაც უფრო მალე სკროლავენ ასე ვთქვათ, Reels-ებს TikTok-ზე. ნუ აი ამ სიგიჟეში ვართ ხა რა, გინდა არ გინდა რომ მოკლედ. სულ შეიძლება დღეში რამდენჯერმე რაღაცა უნდა აჭამო შენ როგორც მუსიკოსმა, ან სხვა ხელოვანმაც ალბათ, შენ მსმენელს რა, შენ ხმარებელს. არასდროს ეგეთი რაღაცა არ ყოფილა. არასდროს შემოქმედებითი კრიზისი არის ხა ფაქტია რა, ხო? კინოსაც ეთყობა და მუსიკასაც ეთყობა და ალბათ მაგის ბრალია, ხო? ხა რა, აი თუნდაც აი როკს კიდე უფრო მალე დაეთყო მე მგონი სადამ სოციალურ მედიაზე აქტიური გახდებოდა, ხო ისეთი ვეღარ არის. მე მგონია რომ უბრალოდ ხა როკსაც შეეხება რაღაცა ჟანრობრივი ამბავიც არის რაღაცა დრო მოდის თავისი გამოწვევებით, თავისი სათქმელი რაღაცებით, რაც სხვადასხვა ჟანრებში ითქმევა რა ეხა ალბათ ისე ჩანს რომ როკი რა არის ანუ ჰიპ-ჰოპი თუ რა ალბათ სათქმელი ყველაზე უშუალოდ ეხა როკი ანუ როკი რა იყო ხო რა რეპშიც ვინ არის ეგეთი დიდები რა ანუ არა რეპში ეხა არის ნუ კენდრიკი და არის კი რეპერები არიან თან ისეთი ახალი რეპერები მოდიან ანუ ნიჭერებს არ გულისხმობ ნიჭერები არიან და თავისი უბედური განყოფილებაც აქვს მამბლ რეპი და რაღაცეებიც აქვს რომელიც ნუ ჩემთვის მაგალითად ეხა ანუ ხო ახლა მე ხო ხდები მე ვცდილობ რომ არ ვიყო ეს ტიპი რომ ეგ არ არის ნამდვილი მუსიკა ხო ხდები ეგეთები გამოდივართ ხო ეგრე გამოდიხარ ინდიან მაგრამ ნუ რაღაცა ჟანრები და რაღაცა არტისტები არის რომელიც უბრალოდ არ არის კარგი ეხა ჩემთვის. აი ასე ვიტყვი ჩემთვის და მომკალი თუ გინდა რა. ხო,
მაგრამ რეპი არის კი, იმიტომ რომ ნახე როკის ამბავი რა იყო, 3 აკორდია რა, ანუ იოლია. ხოხტები ჯაზი იყო, მანამდე ის იყო ყველამდე გესწავლა კონსერვატორია და გამოთავრებინა რაღაც თელი ამბავი, ან როკი იყო იოლი რა, მოდი რაღაცა ხა. აი თქვა hair rock-ი რო ავიღოთ, ან რაღაც ისეთი მიმართულება რა, უბრალოდ ანუ ხე Pink Floyd-ზე და იმაზე არ ვიძახი Radiohead-ზე და რაღაცაზე, Led Zeppelin-ზე, მაგრამ იოლი იყო რა. ეხლა რეპიც ეგაა რა, iPhone-ზე შეგიძლია ეს ტრეკი ჩაწერო რა. და რაღაცა სათქმელი თუ გაქვს ისეთი რომ შეიძლება მაგარი სათქმელიც არ იყოს, მაგრამ ვიღაცამ გაიგოს იქ 17 წლის ბალტიმორში ბიჭმა გაიგოს და всё, იმან 1000 კაცმა ეგეთმა თუ გაიგო, უკვე following იქავს. ალბათ რეპია კი. ნუ ხა ელექტრონულ მუსიკას მაგის რესურსი არა აქვს, იმიტომ რომ სხვა დასავლურ სამყაროში გულისხმობს ევროპა, ამერიკა. ხო, რა თქმა უნდა. დასავლურში და აღმოსავლურში აზიაში შენ უნდა ნახო რა ამბები არის. დრეიკი და როცა ხო, არა, თვითონ სამამულო რეპი და მთელი ამბავი და ტაილანდური და ის ჩვენთან Baby Flow და ეს როგორი პოპულარული რეპ ბეთლი როგორი პოპულარული გახდა. თავიდან რომ დაიწყო მეთქი ეს ანუ ასად არ წავა და მე ხელა გახდა რომ მე მეგონა რომ გაიქაჩებოდა, მაგრამ კიდევ უფრო პოპულარულია იმაზე და რაც თავარია პრეზენსი, ანუ უფრო დიდი ხანი დარჩა და ეხაც პიკში არის, ვიდრე მე მეგონა. ეგ არის რა. რომ შოუ უკვე ჩემი ჟანრი არ არის, მაგრამ ნუ ხო, ანუ ხედავ რა ისეთ შემარო, მაგრამ უსმენ ხან ინტერესით და რაღაცა, ანუ უკვე თავისი ამბავია რა, ცალკე მდგომი ის არის. მაგრამ ეს ანუ ესე დიდი არტისტები ალბათ მე რომ უნდა გვაჩვენოს რა, ალბათ მე მივხვდებით 10 წლის მერე და 20 წლის მერე აქ ვინ იყო ეგეთი დიდი, მაგალითად რეპში რო იყო Tupac და B.I.G იყო და აქ საქართველოში Dre იყო და Snoopy იყო, ხო, ეგეთები ხო, ანუ Kendrick და ეგ ტიპები არიან, ეგეთებად დარჩები. მე მგონია რომ Kendrick-ი არის, ხო, ეს უკვე ისეთ კამაჩი გადავდივართ, ხო იცი? არაფერ არასდროს რო ვინ მართალია ვიმტყუანია ვერ გაიგებ ეგეთ კამაჩი გადადის რაღაც მაჩი, მაგრამ ვიცი რა არის Great music is great music. Still, რა, ანუ მაგას ხვდები, ხალხი, აი ხო, ეს აი ამას შენი აზრიც მაინტერესებს თან, რა, მე მგონია, რომ ეს ყველაფერი თითქოს იმაზე უჩვენებს, რომ ხალხს მიუხედავად იმისა, რომ არის რაღაცა კრიზისი და ეს კრიზისი შეიძლება არჩევანის too much არჩევანზეც იყოს, რა, რომ ყველგან მუსიკას და იმას გტენიან უკვე კინოს, რა, ხო ხვდები და ანუ უკვე ის არის რა. მაგრამ ხალხს არ დაუკარგავს იმისი აღქმა, რა არის კარგი და რა არის ცუდი. როგორც კი რაღაცა მართლა კარგი იდება, აი ეგრევე რაღაც following-ი ეჩითება რა, ეგრევე და ეგრე კომენტარები და რაღაცა რა. შეიძლება უფრო ცოტა იყოს ვიდრე რიანას აქვს, ანუ ვიღაც Lady Gaga-ს, მაგრამ ანუ ეს ანუ ხალხს ამის არა, იმეს Rotten Tomatoes-ზე რო შედიხარ გინდა კინოზე რო ვილაპარაკოთ რა, იმაზე მე კრიტიკა მაქვს კინოში ნაკეთები 1 წელი და მანდის იყო რა, მან რაც სასიამოვნოდ გამაოცა, ეგ იყო რომ თითქმის ემთხვევა რა ეს შეფასებები რაღაცა ანუ არ არის ყველაფერი მარტო ტრენდი და მარტო ვაიბი და ჰაიპზე არ არის რა, ხალხი ჯერ კიდევ. ეგ რა და ამშვენივრადაც ხვდება რა არის კარგი და რა არის ცუდი. ხო დაერხა ცოტა. ცოტა, იმიტომ რომ ძალიან მასიური გახდა და როგორი რაღაცა გახდა კიდე. ხო, ანუ ადრე თუ ნახავდით რაღაც 7-დან 0 აქ, აი არ მახსოვს რომ 7-დან 0-იანი ფილმი მე ნახა და მეთქო რომ ცუდი იყო. რაღაც დონეზე მაინც გამისტორდება. Flooding-ი მოხდა მან მოხდა რომ ანუ ინდოეთი და ის რა ძირითადად ინდოეთმა ბევრი შემოყარა, ძალიან ბევრი შემოყარა რეიტინგები, ანუ ბოტები არიან, ვინც მაგ რეიტინგებს აკეთებენ და ნუ Flooding-ი ხდება. აინდები თვითონ მაგას არეგულირებს, რამდენადაც შეუულია და ჯერ კიდე ხა 8-დან 0 რო აქ კინოს ნაგავი არ არის რა. 8-დან 0-იანი არა ხო, მაგრამ ხო ყოფილა 5 და რაღაციანიც მინახავს და ისე მომწონებია რომ აი დარწმუნებული ვარ 10 წლის წინ ამ დიბიზე ბევრად მაღალი ქულა ექნებოდა ამას სიტყვაზე რა. იცი 4 ოთახს აქვს, სხვა ჩვენს მახსოვს ერთი ატყვა ძალიან დაბალი შეფასება 5 და 9 თუ რაღაცა ეგეთი. არ და ერთი ფილმი არის ხო ხვდები და ხო, ნუ ეგ ამბავიც არის, მაგრამ მაინც მოკლედ overall აი კრიტიკა. ეხლა Rotten Tomato ყველაზე ისეთი სანდო ბატონო? Rotten Tomato არის ყველაზე სანდო? მე სანდო რა ადეკვატური. ნუ მასობრივი ვებსაიტი 2 არის, IMDb და Rotten-ი რა, ფართო მოხმარების, მას adoption-ი რომელსაც გაკეთებული. მე მიყვარს ძალიან როჯერ ებერტი იყო ეგეთი კრიტიკოსი, celebrity ერთ-ერთი კრიტიკოსი ალბათ ისტორიაში და მაგან მე შეყარა ეს კრიტიკოსი, რომელიც სხვადასხვანაირად მუშაობენ, rogerebert.com არის საიტი რა და იქ აფასებენ კინოებს 4 ვარსკვლავით. მან რაც თავია რეცენზიას წერენ. მე და თითქმის ყველა ჩემი საყვარელი კრიტიკოსი, ვის რაღაც სტილიც მეც გადამიღია კრიტიკის, როცა წერდი და რაღაცის დროს, მანდარი რა და აი ძალიან იშვიათად რომ რაღაცა კინოს ვუყურებ და ეს ალბათ იქ 2.5 ვარსკვლავია და გავახსნიდა 2.5 ვარსკვლავი და ნახე გიხარია ცოტა ვიცი რაღაცა ისა ხო რა. ანუ ჩემი ხალხი იქ არის უფრო მაგას ვიცი. Rotten Job-ი IMDb-ს ალბათ. ხო, ის ხوار გქნა ნახე on cinema at cinema.
რა არის ეგა? კომედიურ ტიმენდერიკი იცი? ხო. ტიმ ჰაიდეკერი და ერიკ უერჰაიმი თუ რაღაც დონეშება. ისეთი ჟანრი აქვს რა. ტიმენდერიკ awesome show great job ესე რქვა. აი რაღაცა ძალიან ტრეში კომედია არის, ყველაზე უტრეშესი არის რა და ეხლა ამ ტიმ ჰეიდეკერს აქვს ეს კიდე გადის თუ არ ვიცი, ონსინა მეცინება, ვითომ კინოს მიმოხილველია, ოღონდ ძალიან არაკომპეტენტური, აი ძალიან არაფერს შუაში არ არის კინოსთან რა. აი ბილ ჰადერი რო აკეთებს რაღაც ეგეთი შოუ, ეგეთი მსგავსი შოუ არის თუ გაქნა ნახე რა. რომელი? ეგეთია კინოს და მუსიკის კრიტიკოსები რაღაც სისულელეებს ლაპარაკობენ და ის. ეგ ჟანი ძალიან მიყვარს. ხო და კიდე მეორე ყავს ის On music at music. არა, on cinema at cinema, კინოში ხედავ, კინოს კამერაზე ხედავ და ახალ ფილმებს მარტო ტრეილერები აქვს ნანახი ამას და სულ აპარაკობენ აი ტრეილერიდან როგორ ჩანს ეს ფილმი რა და მეორე ყავს ექსპერტი თვითონ წამყვანია ვითომ და მეორე ექსპერტი და იმას აძლევენ შეფასებას 10 პოპკორნი აქვს სისტემა თუ რაღაცა და ანუ აი ძალიან სპეციფიური ჰუმორი ჟანრი არის მაგრამ ეგ ძალიან მიყვარს ეგ 10 თუ მე-12 სეზონი არის პატარებია რა 10 წუთიანებიც არ არის ხო და ის სახელი მეცნობა მაგრამ არასდროს არ მინახავს ეგ კატეგორიის ისე მოკეთ ის არის ძალიან გასული არის ჟანრში რა მოკეთ ჟანრი თუ გიყვარს ჰუმორის ჩაუჯექი და შეიძლება ხა YouTube-ზე აღარ იყოს Adult Swim-ზე გადავიდა Adult Swim-ის კონტენტი არის და აქვს თქო ოსკარების სპეციალები ნუ იქაც კატასტროფა ხდება და ვიღაცები მოყავთ აი ძალიან ესეთ სახეობები არავის რო აღარ ახსოვს რაღაცებს ალაპარაკ ანუ თუ არ იცი შეიძლება დაიჯერო ნამდვილად ძალიან ცუდი გადაცემაა რა ცუდი კრიტიკოსები არიან და ცისულელებს რაღაც რეგიონალურ რომელიმე არხზე შეიძლება წააწყდე რაღაც კრინჯობა გადაცემას აი გეგონება თავიდან მე ცოტა გვიან მიხვდები რომ თვითონ გადაობენ რა ეგ ყველაზე მაგარია პაროდია თუ თავიდან გონია რომ ეს ხალხი სერიოზულად ხო აკეთებს ამას ნუ მაშინ მაგარი პაროდისტი აკეთებს ესე იგი რა კი და ეს არის ხო მაგარი განხილვები აქვს თქო მე ძალიან წავიდეთ ბოლოსკენ რას თვლი ყველა დროის ყველაზე მაგარ პერფორმანსად გულისხმობ აი სცენაზე რო გამოსულან და აი შენ რას თვალითაც გინახავს რომ ჩემი თვალით რაც მინახავს ხო აი სცენაზე დადგეს ნუ რაღაც სასწაული რა ჩემი თვალით რაც მინახავს კარგი ჩემი თვალით რაც მინახავს ნიკევი ბერლინში სასწაული იყო იმიტომ რომ იმის Mercedes არენაზე იყო და ბოლოზე სტეგერლიზე რომელიც ესეთი არის ძალიან დინამიური და საკმაოდ ესეთი ოფსინ ტექსტის უცნაური ტექსტის ის არის მუსიკალურ გემოვნებას კი გულისხმობ აი როგორც შესრულება ხო მაგას ვიძახი რომ აი ამ ესეთ სიმღერაზე გამოვიდა და შუა ხალხში დადგა ამ იმაში და ნუ მოკლედ იქ მთელი ეს დინამიკას მოკლედ მთელი Mercedes არენას 60000 კაც აკონტროლებდა ეს კაცი რა იმ მომენტში იყო და თავის მოძრაობით თუ იმით რა ვქია სადაც ვღეროდა და ზოგადად მაგარი პერფორმანსი იყო ძალიან ბეცისთან ერთად იყო რა თავის ბენდთან ერთად ეგ იყო ძალიან მაგარი სასწაული იყო აბსოლუტურად ბენჯამინ კლემენტაინი როკვას ფესტივალზე. როკვას ფესტივალი რაჭაში ტარდებოდა, მე ეს მეწყეი რომ მოხდა სამწუხაროდ. აღარ ტარდება რა ეხლა დროებით როგორც ვიცი და მან ბენჯამინ კლემენტაინი იყო მარტო კაცი, ანუ ქარი იყო და წვიმა, ეგეთი დაემთხვა ეგეთი რაღაცა და მარტო როიალთან რა და მე რო ვუყურებდი მართლა მეგონა რომ ნინა სიმონე გაცოცხლდა და იმიტომ რომ სხვა მე არ მინახავს ადამიანი რომ თან მღეროდეს თან უკრავდეს ეგრე და ეგეთი დრაივი კონდეს და ეგეთი პრეზენსი კონდეს სცენაზე რა მე მართლა დღემდე ჩემი თვალით ყოველ შემთხვევაში ეგეთი პერფორმანსი არ მინახავს რა სასწაული იყო რაღაცა თბილისი ოპენ ერისაც რო ვთქვათ ბევრი იყო ძალიან მაგარი ნუ არქივი იყო 2015-ის დღემდე რაღაც ერთ-ერთ სტანდარტად რჩება იმიტომ რომ ისეთ საუნდი დააყენეს და დადგა ხო იცი რა ცოტა ფიზიკური ანუ ფიზიკის სფეროს დეტალებიც უნდა დაემთხეს ერთმანეთს რა მარტო სკილი და რაღაცა და ქარი და ის არ არის რა ხანდახანაერო აი რაღაცები ყველაფერი ისე ჯდება რომ საუნდი ჯდება იდეალურად და ეგ შემთხვევა იყო არქივის და ნუ რაღაც ანუ ტრანსში შეგაგდებდა ისეთი ლაივი დაუკრეს რა ხო კიდე Young Fathers-ი იყო ნიუ-იორკში ძალიან მაგარი, როგორც ლაივი, სასწაული, ეგეთი მუხტი მე არ და flow არ მინახავს სხვაგან. ხო, აი პირველები ესენი მახსენდება. ხო, ეხლა წვიმა რო თქვი, რაც ნანახი მაქვს. შენ თავიდან რო თქვი რომ
ხშირად ემთხვევა ოფენიას წვიმა, ცოტა უხდება კიდეც წვიმა ეგეთ. აბა მე მკითხე. შეთვის არა, მაგრამ მსმენელი რო ხარ ცოტა ნასვამი და ცოტა რაღაცა ცხელა ბოლოს წვიმა რომ მოდის. მოგვაიმ დაუკრა მაგარ თავს ხმა წვიმაში მახსოვს და ისეთი ხა მოგვაი ისეთი ბენდია რა. პროგროკი, არტროკი ეგეთი ის არის და პოსტროკი. და აი მახსოვს რომ ვიჯექით და სიგარეტს ვეწეოდით იქ სცენაზე ვიჯექით და პოსტა უყურებდით და მივხვდი რომ აი სიამოვნებს ის რომ ეს თავს ხმა წვიმა მოდის მეც მაწვიმს ამათაც აწვიმთ. მაგრამ ნუ აი ესეთი ამბავი ხდება რომ გავჩი ჩაის ყველაფერი ჩაჯდა ამ ერთ სურათში რა. და ხო ეგეთი მომენტებიც ხდება სცენაზე. კი და ერთ-ერთი ხო რაღაცა იმას კიდე უფრო დასამახსოვრებას ხდის რა მე გამახსენდა ბათუმის ჯაზ ფესტივალი იყო მეისიო პარკერი იყო ჩამოსული რა. ნუ მაშინაც უკვე ასაკში იყო რა და მთელი მისი ბენდიც ძირითადი ნაწილი ბექ ვოკალები სამი ქალი იყო ისინიც ესეთი რა 20 წლის არავინ არ იყო იქ რა. გამოცდილნი. ხო და ძალიან თავსხმაწვიმა ატყდა რა ანუ აი რაღაცა 15 метრი ვერაფერი აღარ ჩანს ეგეთი რა. ამათი კონცერტი დაიწყო მაგ დროს და ნუ გავიდნენ სცენიდან რაღაც სცენის რაღაც ნაწილი არ იყო გადახურული და შევიდნენ უკან და მე ვიყავი გიზო იყო ჩემი მეგობარი და კიდე რამდენიმე ადამიანი ალბათ 10 ადამიანი და ხალხიც გავიდა სცენიდან რა მაშინ ისეთი სცენა იყო რომ აქეთ გადახურულები იყო რა და თქვენ დარჩით ერთ გული ჩვენ დავრჩით და ყიროდით და დაბრუნდით და ჩვენც თვალები ვიყავი და რა გვენაყულებოდა და იმათ სულ ყიროდით და დაბრუნდით და ჩვენ გამოვიდნენ რომ ეს თქვა რომ აი ნახე ხალხი როგორ ესე ითხოვსო და როგორ მივატოვოთ და დაბრუნდა მთელი ბენდი და დაიწყეს ისევ დაკვრა ნუ ხალხიც უკინა წამოვიდა ყველა და გაიშურა და მაგარი თავსხმაწვიმა იყო თქვენთვის უკრავდნენ ხო ოღონდ აი ერთი წამი არ დაუზოგიათ თავი რა აი რაღაც საყვირებში წყალი ისხმებოდა მე მგონი უკვე იშებოდა ის საყვირები წყლის ისეთი წვიმა იყო რა მაგრამ ერთი წამი თავი არ დაუზოგიათ და ნუ ამან გახადა ეს კონცერტი კიდე ბევრად მაგარი ნუ გარდა იმისა რომ ისე პარკერს უყურებ ახლა ლეგენდა ტიპს მაგის გარდა ამანაც შემატარა რაღაცა დრამატურგია რა არის აი ზუსტად ეხლა რაც შენ მოყევი ანუ ეგეთი მომენტები განასხვავებს დიდ პერფორმენსს საშუალო პერფორმენსისგან ჩემი აზრით რა რომ ჯერ ეს ერთი ხვდება რომ იცი რა რომ შენთვის რას ნიშნავს იმ მომენტში მისი აი ამას უნდა ხვდებოდეს იმიტომ რომ ეს რაღაც მომენტში აი ხშირად რომ გაურბით უკვე მე ასაკში ან ხო პოპულარობასთან ერთად გაურბით უკვე ეს მომენტი რომ ანუ შენთვის რას ნიშნავს ეს ტიპი ხა სცენაზე რო არის რა აი შენ გულს როგორ იმაშვება რა ეგ არის ერთი და მეორე ისო ხო აი თავის არ დაზოგვა რომ კაროჩე if there are 5 people we're going to get the show going ანუ ხუთი კაცი მაინც თუ არის მოდი რა ისუნათ რა ქვია ჩავატაროთ ეს კონცერტი და თავი არ დავს. უი, ახლა მაგაზე გამახსნა სიმფლი რედმა გააკეთა კიდე იგივე. მე არ ყოფილი ვარ მაგ კონცერტზე. აქ იყო უფასო კონცერტი. კი, უფასო კონცერტი იყო და ნუ აი ნუ რაც ხდება ხოლმე უფასოთან. ერთი 20 წლის წინ იყო ალბათ რა. აა მეტი მე მგონი. და ნუ აი არავინ არ იყო სიმფლედის მოსასმენად, თან არავინ არ იცოდა სიმფლედი. და უფასო კონცერტი და ვიღაც უცხოელი ბენდი. და ნუ აი მართლა 10-ნი იქაც ეს 10-ნი დავრჩით, იქიდან ნახევარი უცხოელები ვინც გაიგო ალბათ ინგლისელები იყო სიმფლედი ჩამოდისო და აი ჩვენი 10 კაცისთვის იმანა მართლა აი თავი არ დაუზოგავს ბოლომდე შეასრულეს ყველაფერი რა მახსოვს. ეგეც ის იყო რა შტაბეჭდილება მოახდინა. კარგი, მადლობა დიდი. და ბოლოს შეკითხვა ტრადიციული. რა არის ცხოვრების აზრი? მოგეგონა დამთავრებული იყო. სალამი არ დამთავრებიოდა. ეხლა ხოჭი პირიქით აი რა. რა არის ცხოვრების აზრი? არ ვიცი. მე არ ვიცი რა არის ცხოვრების აზრი. განსაკუთრებით ბუდიში გაწყვეტინებ ჩემთან ისე ხომ რა სხვადასხვა პროფესიიდან და საქმიანობიდან მოსული ადამიანები არიან და თავისი გამოცდილებიდან მე როყვებიან მე არ ხომ საინტერესო მოსმენა რა. ხო, მე აი ესე ვიტყვი ალბათ რა, სწორი ესე იქნება რომ ეხლა რაღაც იმაში მოგეთ ესე ვიტყვი რომ მე არ ვიცი რა არის ცხოვრების აზრი, მაგრამ ვიცი რომ ამ აზრის ძებნით შეპყრობილი ადამიანები და ხელოვანებიც და არა მარტო ხელოვანებიც, რა ვიცი ჩვენი მეგობრებიც მაგალითად რა არიან ნუ ეგეთ ადამიანები არიან ძალიან საინტერესო ადამიანები ჩემთვის. მე თვითონაც შეიძლება ვთქვა რა ხო კი ანუ ამ აზრის ძებნა ამ თავგადასავალში მონაწილეობა რაც ქვია ხო რომ აი ამ კითხვაზე პასუხებისგან რა არის ცხოვრებაში მთავარი ან რა არის ამ ცხოვრების აზრი ამის ძებნა არის ალბათ ადამიანების ანუ ევოლუციის ამ საფეხურზე რაზეც ვართ ერთ-ერთი ისეთი რა შესაძლებლობა რომ აი ეს შეგილია რა გააკეთო რომ ვთქვათ შეიძლება შენი ცხოვრება ამას არ მიუძღვნა და შენი ხელოვნება მიუძღვნა ან წელიწადში ერთი თვე რაღაცა გააკეთო, თქვათ იმოგზაურო ან რაღაცა გააკეთო, რაც ამ მოგეთ კითხვებზე პასუხს ეძებ რაღაცას რა. და აი ეს ძებნა და ეს პროცესი, მოგეთ ოდისევსის მოგზაურობა არის
ჩემთვის თავარი ამ შეკითხვაში და ესე რა არის მე არ მიპოვნია, ამიტომ არ ვიცი თუ ოდეს მე გავიგებ, რავი Facebook-ზე დავწერო ხალხო ეს ყოფილა და ისა და იქამდე რავი რა დაწერ Facebook-ზე რო გაიგო? დავწერ, აი პირობას გაძლევ всё, დაგთაგავ. აი ხა, ეს არის, აქედან იქამდე. Everyone დათაგენა. რავი, მოკლედ, კარგად რომ მოექცე ადამიანებს და კარგი ადამიანი რო იყო და ჯანმრთელი რო იყო, რომ შეეცადო, ეგ ხელს არ შეგიშლის, ეგ ვიცი რა. და მე მგონი საკმარისია. კარგი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. წარმატებული ოპენერი. განსაკუთრებით წარმატებული, იმიტომ რომ ეს არის სულ 100%-ით ქართული ის იქნება, ხო? პირველად არის ხო ეგეთი რაღაც? პირველად. ხო. ეს როდის რიცხვებშია ბარემეს? 24-25 მაისი. 24-25 მაისი. დამოუკიდებლობის დღეს შევხვდებით სცენაზე, მოკლედ სიურპრიზებიც არის იქ და მთელი ამბავი. ბილეთებს არ იყიდება? დაგედაჯიზე. აღწერაში მივთითებ თუ ეს რამდენიმე დღით ადრე დაიდება შაბათ-კვირას არის ხო და ეს დაიდება 4 შაბათს თუ კიდე იქნა აზრი ექნა და ბილეთები იქნა დარჩენილი. ჩვენ ისე ვაკეთებთ რომ მაქსიმალურად ყველას კონდეს შესაძლებლობა რომ შეიძინოს ბილეთი. კი ბატონო, ლინკიც იქნება აღწერაში. მადლობა, ჩვენი მხარდამჭერები და მეგობრები სოკარი, სელფი და ტიშერტი და შევხვდებით ერთ კვირაში. დიდი მადლობა, კარგად.